წლების განმავლობაში ჩინეთი ამ მომენტისთვის ემზადებოდა. 2027 წელი იყო, როდესაც ბევრს ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. ტაივანზე შეჭრა, რითაც პრეზიდენტი სი ძინპინი ყოველთვის იმუქრებოდა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ჩინეთის საომარი მანქანა იძულებული გახდა გაჩერებულიყო, სანამ საერთოდ დაიწყებოდა. და ეს ყველაფერი ერთი ქვეყნის დამსახურებაა, რომელიც ათასობით მილის დაშორებით მდებარეობს. უკრაინამ ტაივანის ოკუპაცია ჩინეთისთვის დაასრულა და თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც კი გაოცებულია იმ გავლენით, რაც უკრაინამ მოახდინა სი ძინპინის გეგმებზე. ის, რასაც უკრაინა აკეთებს, პირდაპირ არ ეხება ტაივანს, მაგრამ მაინც ძალიან აბრაზებს სი ძინპინს. ჩინეთის გეგმები შეჩერებულია, რადგან მისი პრეზიდენტი გაღიზიანებულია და ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რასაც უკრაინა აკეთებს თავისი ტერიტორიის რუსეთისგან დაცვისას. 4 წელზე მეტი ხნის ძიმე ბრძოლის განმავლობაში უკრაინამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი, რაც ჩინეთს ეგონა რომ იცოდა ტაივანის შესაძლო ოკუპაციის შესახებ. ინდონენდე რომ შეიძლება ითქვას, უკრაინამ უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩინეთისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ტაივანის ოკუპაცია, ან მიერთება უახლოეს მომავალში. ეს საკმაოდ თამამი განცხადებაა, არა? მაგრამ ეს ბევრად უფრო ლოგიკურად ჟღერს, როცა მიხვდებით, რომ უკრაინის ომმა ახალი ტაქტიკები და ბრძოლის მეთოდები მოიტანა, რასაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით კი ტაივანი, ყურადღებით აკვირდა დიაკვირდება და უკვე იწყებს მათ მიღებას. უკრაინამ შექმნა გეგმა იმისა თუ რა უნდა გააკეთოს პატარა ქვეყანამ, რათა დაიცვას თავი სამხედრო ძალისგან, რომელიც ქაღალდზე ბევრად უფრო ძლიერად გამოიხურება. ეს გეგმა მხოლოდ უკრაინას არ ეკუთვნის. ის შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც მის მიღებას გადაწყვეტს. და ტაივანის შემთხვევაში ეს გეგმა შეიძლება ჩინეთისთვის ომის დასრულების მიზეზიც კი გახდეს. ბოლო 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა სი ძინპინი სულიად მოულოდნელად დაატყო თავს. ტაივანზე შეჭრასთან დაკავშირებით მისი ყველა ვარაუდი ნამსხვრევებად იქცა. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მოდით ჩინეთის გეგმას გადავხედოთ. მას შემდეგ, რაც სი ძინპინი ხელისუფლებაში მოვიდა, მან უზარმაზარი რესურსები დახარჯა ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად გადაქცევაში. წლების განმავლობაში ჩინეთში სამხედრო ხარჯები უკიდურესად გაიზარდა და სი ძინპინი უახლოეს მომავალში ამ ფინანსურ ნაკადს არ აჩერებს. 2026 წლამდე სამივე წელს ჩინეთმა თავდაცვის წლიური ბიუჯეტი ყოველ წელს 7.2%-ით გაზარდა, ხოლო 2026 წელს კიდევ 7%-იანი ზრდა იგეგმება. ამ ყველაფერში დახარჯული თანხის შედეგი იყო ისეთი ძალის შექმნა, რომელიც ტაივანის აღებისთვის საკმარისზე მეტად უნდა იყოს მზად. Global Firepower-ის მიხედვით, ჩინეთმა მსოფლიოში მესამე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა შექმნა. ჩინეთის საზღვაო ფლოტი მსოფლიოში ყველაზე დიდია გემების რაოდენობით, ხოლო ტონაჟით აშატეშეშის შემდეგ მეორე ადგილზეა. ჩინეთს აქვს ავიამზიდები და ვერტმფრენზიდები. მისი საჰაერო ძალები 3500-ზე მეტ თვითმფრინავს მოიცავს, მათ შორის თითქმის 1500 გამანადგურებელს. ყველა მონაცემით, ჩინეთი აზიის ერთ დროს სუსტ ქვეყნიდან რეგიონში ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად გადაიქცა, ყოველ შემთხვევაში თეორიულად. ამ ძალების დაგროვებას დიდი როლი უნდა ეთამაშა იმაში, რასაც ჩინეთი ტაივანისთვის ამზადებს. სტრატეგია მარტივი და ტრადიციული უნდა ყოფილიყო, დაფუძნებული იმაზე, რაც სი ძინპინს თანამედროვე სამხედრო ტაქტიკაზე ეგონა რომ იცოდა. ჯერ ბლოკადა, შემდეგ კი ხრიკი. რამდენიმე წელმა ნათლად აჩვენა, რომ ჩინეთი აპირებს თავისი უზარმაზარი საზღვაო ძალები გამოიყენოს ტაივანის გარშემო ბლოკადის შესაქმნელად, რომელიც ტაივანის სამხედრო ძალებისთვის დასახჭობად არის განკუთვნილი. ბლოკადა ხელს უშლის ექსპორტის კატანას და იმპორტის შემოტანას ტაივანში, და ეს რეალური სტრატეგიაა. ამის დასანახად საკმარისია შევხედოთ, რას აკეთებენ ირანი და შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეში. ასე წოდებული სამართლიანობის მისია 2025, რომელიც ჩინეთმა 29-30 დეკემბერს ჩაატარა, აჩვენებს, რას ფიქრობს ჩინეთი. სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო ჩატანდა და მასში მონაწილეობდნენ ჩინეთის გემები და თვითმფრინავები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ფილიპინების ზღვაში და ტაივანის სრუტემდე. საომარი გამოშვების ფარგლებში ჩინეთმა ტაივანის გარშემო ბლოკადის სიმულაცია ჩაატარა, რომლის განხორციელებასაც ჩინეთი აპირებს როგორც ამფიბიული შეჭრისთვის მოსამზადებლად, ასევე თავისი სტრატეგიის ამოწურვის ნაწილისთვის. თუ ამოწურვაზე ვსაუბრობთ, ჩინეთის მიერ ასეთი მასიური სამხედრო ძალის შექმნის კიდევ ერთი მიზანი იყო ის, რომ მხოლოდ რესურსების სიჭარბით ტაივანი დაემარცხებინა. ეს იყო და კვლავაც არის რუსეთის სტრატეგია უკრაინაში. სინამდვილეში ეს არის სტრატეგია, რომელსაც რუსეთი იყენებს საბჭოთა კავშირის დროიდან და კიდევ უფრო ადრე. უბრალოდ ყველაფრის მეტი უნდა გქონდეს, მეტი ჯარისკაცი, ტანკი, გემი, თვითმფრინავი, აღჭურვილობა და ყველაფერი დანარჩენი. საბოლოოდ მტერი უნდა დაიშალოს, რადგან ტრადიციული ომი რესურსებზეა დამოკიდებული და პატარა ქვეყანას ყოველთვის ნაკლები რესურსი აქვს ვიდრე დიდერს. ეს იყო ჩინეთის გეგმა ტაივანისთვის. ბლოკადა, შეჭრა და გამოფიტვა. ჩინეთის პრობლემა და ტაივანის გადარჩენა ისაა, რაც ვიდეოში ადრე ვახსენეთ. ეს სტრატეგია მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა შენი მოწინააღმდეგე იმავე ტიპის ომს აწარმოებს, რასაც შენ. ეს არ არის ის, რასაც უკრაინა აკეთებდა რუსეთის წინააღმდეგ. და ეს ნიშნავს, რომ ყველა ის ვარაუდი, რაც ჩინეთმა ტაივანში შეჭრასთან დაკავშირებით გააკეთა, როგორც საზღვაო ისე სახმელეთო ოპერაციებზე, უბრალოდ აღარ არსებობს. რაც უკრაინამ გააკეთა, იყო ის, რომ მან აჩვენა, თანამედროვე საომარი სტრატეგიების საშუალებას აძლევს პატარა ქვეყანას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიოს შემოჭრილ ძალას.
ეს არის ის, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ. ეს მაინც ამოწურვის ომია. უბრალოდ ეს ომი აღარ ეხება მხოლოდ რესურსების რაოდენობას. ეს ეხება ყველაზე ხარჯეფექტიანი გზების პოვნას, რომ გაანადგურო ის, რასაც მტერი ბრძოლის ველზე მოიყვანს. ალბათ უკვე ხვდებით, რაზე ვაპირებთ აქ საუბარს. დრონები. უკრაინას აქვს ისინი, ტაივანს ისინი სურს, ხოლო ჩინეთს ეშინია მათი. ჩინეთისთვის ტაივანში შეჭრა არასოდეს იქნებოდა მარტივი ამოცანა, მიუხედავად იმისა, რამდენ ფულს, ადამიანურ რესურსსა და ტექნიკასაც სი ძინპინი ამაში ჩადებდა. დასაძლევი ჯერ კიდევ ბევრი იყო. ტაივანის სრუტე წლის უმეტეს ნაწილში ძალიან ძვინვარე ზღვებით გამოირჩევა, რაც იმდენად რთული შეიძლება გახდეს, რომ შეჭრის მცდელობას იძულებითი შეჩერებები მოუტანოს. სრუტის გავლით მისადგომის სანაპიროები შეზღუდულია და ყველა მათგანი ტაივანის თავდაცვითი საშუალებებით იქნება გაჯერებული. მონსუნები, ტაიფუნები, მთები და საშიში თავდაცვითი ძალა ელოდება ნებისმიერ ჩინელ ჯარისკაცს, რომელიც ამ შეჭრაში მიიღებს მონაწილეობას. ტაივანში შეწვის თავდაპირველი გეგმებიც კი ითვალისწინებდა ჩინეთის მხრიდან მასიური დანაკარგებისთვის მზადებას, რომლებიც შეიძლება 100,000-ებს თუ არა მილიონებს აღწევდეს. სწორედ ეს უზარმაზარი ფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩინეთი ამდენ დროს ხარჯავს შეჭრისთვის მზადებაში. რომ თუ მხოლოდ ციფრებს შევხედავთ, უნდა ვიხილოთ, როგორ ანადგურებს ის ტაივანის არმიას. რაკეტები ჩინეთის სტრატეგიის მთავარ ნაწილად იქცა, თუმცა ჩინეთს კარგად ესმის, რომ ტაივანს გააჩნია საკმარისი თავდაცვა, რათა თავი საკმაოდ კარგად დაიცვას მათგან. საზღვაო ბლოკადა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მას ორი ნაკლი აქვს. პირველ რიგში ბლოკადაში გამოყენებული ნებისმიერი გემი ვერ იქნება გამოყენებული უშუალოდ შეჭრაში. მეორედ და რაც თავარია, ბლოკადაში ჩართული ჩინეთის გემები ადვილ სამიზნეებად იქცევიან. აქ იწყება ცვლილებები და სწორედ ამ დროს უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული გეგმა წამოიწევს წინა პლანზე. თუ საზღვაო ბლოკადა ჩინეთის გეგმაა, მაშინ უკრაინა შეუძლია ტაივანს ზუსტად ის მიაწოდოს, რაც ბლოკადის დასაძლევად სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი ბევრად პატარა ქვეყანაა. როგორ ვიცით ეს? შავი ზღვა ყველაფერს აჩვენებს. მაგრამ სანამ ამას განვიხილავთ, სწორედ ამიტომ ვქმნით სამხედრო შოუს, რათა ავხსნათ, როგორ მოქმედებს ძალა რეალურად ბრძოლის ველზე. თუ არხზე ახალი ხართ, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ ნახოთ მეტი მსგავსი ვიდეო. ის, რის გაკეთებასაც ჩინეთი ტაივანის სრუტესა და მის მიმდებარე წყლებში იმედოვნებს, გავს იმას, რის გაკეთებასაც რუსეთი შავ ზღვაში იმედოვნებდა. საკუთარი საშიში სამხედრო გემების გამოყენებით, რუსეთს სურდა შავი ზღვა უკრაინის საატვირთო გემებისთვის სასიკვდილო ზონად ექცია. გარდა ამისა, ეს წყლის გზა უსაფრთხო მარშრუტად ექცია, რომლითაც რუსეთს შეეძლო ჯარისა და აღჭურვილობის გადაყვანა უკრაინის მატერიკზე, ყირიმისა და თავად რუსეთის გავლით. მაგრამ ეხლა შავი ზღვა პრაქტიკულად დაცლილია იმ ცნობილი რუსული ფლოტისგან, რომელმაც თავისი სახელი სწორედ ამ წყლის მასივისგან მიიღო. უკრაინის საზღვაო და საჰაერო დრონები ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. და ისინი შეიძლება გახდნენ ის ფაქტორი, რომელიც ტაივანს ქსის გეგმების თავდაყირად აყენებაში დაეხმარება. უკრაინის საზღვაო დრონები შავი ზღვის მუდმივი ნაწილი წლებია და ისინი კვლავ მოხდნენ სათაურებში 3 მაისს. ნოვოროსიისკში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 2 ტანკერზე გაშვებულმა უკრაინის დრონებმა სერიოზული ზიანი მიატენეს პორტში მდგომ გემებს. ნოვოროსიისკში ახლა იმყოფება შავი ზღვის ფლოტი, მას შემდეგ რაც უკრაინის დრონებისა და რაკეტების შეტევებმა ის სევასტოპოლის ტრადიციული ბაზიდან გააძევა. აქ ჩვენ ხედავთ, როგორ უგულებელყოფს უკრაინა რუსეთის საზღვაო ძალას კიდევ ერთხელ და ამას აკეთებს ასიმეტრიული სტრატეგიით, რომელსაც ტრადიციული სამხედრო გემები უბრალოდ ვერ უმკავდებიან. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მესამედზე მეტი უკრაინის ომიდან დრონებმა და რაკეტებმა გამოთიშეს. ისაც უნდა ყოფილიყო ბლოკადა გემებით, რომლებსაც უკრაინა ვერაფერს დააკლებდა, გადაიქცა რუსეთისთვის დამამცირებელ უკანდახევად, რასაც არავინ ელოდა, როცა პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. ჩვენ ადრე ვახსენეთ ეს გეგმა. რაც უკრაინამ შავ ზღვაში გააკეთა, შეიძლება გადატანილ იქნას ტაივანის სრუტესა და მის მიმდებარე წყლებში. რუსეთი პრაქტიკულად დამარცხებულია შავ ზღვაში. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი ყოველთვის სუსტად გამოიყურებოდა და ნამდვილად არ იყო ისეთი თანამედროვე როგორც ჩინეთის, სი ძინპინმა ნახა, რა დაემართა პუტინის სამხედრო გემებს. შავი ზღვის გაკვეთილები გულთან ახლოს მიიტანეს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი ან ძლიერი შეიძლება იყოს შენი სამხედრო გემი, როცა გიწევს მათი მტერთან ახლოს მიყვანა. და განსაკუთრებით მაშინ, როცა ბლოკადის ფარგლებში ერთ ადგილზე უნდა დარჩნენ, ისინი რაკეტებისა და დრონებისთვის დაუცველები ხდებიან. უკრაინის გეგმას თუ მიხვება, ტაივანი შეძლებს საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით ჩინეთის ბლოკადის გარღვევას. ტაივანი ასევე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე უკრაინა, ანტიგემის რაკეტების მხრივ. როგორც Taipei Times-მა 11 მარტს გაამჟღავნა, ტაივანს დაახლოებით 1000 საკუთარი წარმოების Seongpeng 2 და 3 ანტიგემის რაკეტა აქვს, რომლებიც 400 ამერიკულ ჰარპუნის რაკეტასთან ერთად მზადაა გამოსაყენებლად. პირველები იმდენად ძლიერია, რომ მთელი ავიამზიდების განადგურება შეუძლიათ. ტაივანი იცის, რომ ის რისი შეთავაზებაც უკრაინას შეუძლია, შეიძლება იყოს გასაღები ჩინეთის გეგმების ჩაშლისთვის. უკრაინამაც იცის ეს და არ არის დამთხევა, რომ უკრაინა აშენებს პარტნიორობასა და კავშირებს მთელ აზიაში, მათ შორის ერთ მოულოდნელ ქვეყანასთან, რომელსაც ვიდეოს ბოლოს გაგიმხელთ, რათა ჩინეთს გაუგზავნოს მესიჯი, რომ სი ძინპინის ამბიციები ჩაიშლება. ტაივანი და უკრაინა ნელ-ნელა აძლიერებენ ურთიერთობას. მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ტაივანი ხედავს ბევრ მსგავსებას, იმაში, რაც პუტინმა გააკეთა და რასაც სი აპირებს.
უკვე 2023 წლის ნოემბერში ტაივანი ხელს აწერდა ურთიერთგაგების მემორანდუმებს უკრაინასთან, როცა ესწრებოდა კონფერენციას, რომელიც უკრაინის აღდგენას ეძღვნებოდა. ტაივანი ჰუმანიტარულ დახმარებას უტევს უკრაინას შეჭრის დიდი ნაწილის განმავლობაში და ეს ახალი ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს პოლონეთში 6 მემორანდუმი გაფორმდა. 2 წლის შემდეგ ტაივანმა კიდევ ერთი შეთანხმება გააფორმა უკრაინასთან. ამჯერად სამედიცინო პროგრამის დასაწყებად, რომელიც მოიცავს ექიმების გადამზადებას, სამედიცინო აღჭურვილობას და სხვა მხარდაჭერას. ტაივანი თავს იკავებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისგან, სავარაუდოდ ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ის რაც ჰუმანიტარული ურთიერთობით დაიწყო, როგორც ჩანს, განვითარების ზღვარზეა. 23 იანვარს Indo-Pacific Defense Forum-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტაივანი ახლა უკრაინასთან პარტნიორობას განიხილავს დრონების შესაძლებლობების გასავითარებლად. ესეთი ნაბიჯი ოფიციალურ სახეს მისცემს იმგვარ პარტნიორობებს, რომლებიც უკვე კერძო არხებით ვითარდებოდა, ითხოვინება ფორუმი. ასევე ეს სავარაუდოდ მხარს დაუჭერს ტაივანში დაწყებულ ინიციატივებს, მაგალითად 5 წლიანი დრონების განვითარების პროგრამას, რომელიც ტაივანმა 2025 წელს დაიწყო. ტაივანსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ძლიერდება და ლიერდება და სი ძინპინის უკმაყოფილებით აშკარაა, რომ ტაივანი აღიარებს უკრაინამ შექმნა გეგმა ჩინეთის საზღვაო შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ინდოწყნარი ოკეანის სხვა ქვეყნებიც ყურადღებით აკვირდებიან იმას, რაც უკრაინამ რუსეთთან გააკეთა და ისინი ასევე იმეორებენ დრონების ტაქტიკას. თაილანდი უკრაინული ტიპის დრონებს იყენებს კამბოჯის ძალების სამიზნედ, ითხოვინება ტელეგრაფი. 2026 წლის თავდაცვის სამსახურის აზიის გამოფენაზე მალაიზიაში დრონები მთავარი ყურადღების ცენტრში იყო. გამოფენა მაჩვენა, რომ მთელ აზიაში უზარმაზარი მოთხოვნაა იმ ტიპის იარაღებზე, რომელსაც უკრაინა ილენებს. მაშინაც კი, როდესაც ინდოწყნარი ოკეანის დასავლეთით და ყურის რეგიონში გადავდივართ, არის ნიშნები იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს უკრაინასა და ტაივანს შორის. უკრაინა მათწლიანი თავდაცვის შეთანხმებები გააფორმა რამდენიმე ყურის ქვეყანასთან, რომლებიც აშშ-სა და ირანს შორის ომით არიან და დაზარალებულნი. და ამ შეთანხმებების ცენტრში დრონებია. პუტინი აშკარად გაბრაზებულია, რომ უკრაინა აზიაში ასეთ დიდ გავლენას იძენს, მაგრამ სი კიდევ უფრო გაბრაზებული იქნება. ის უყურებს, როგორ იწვის 10 წლეულების განმავლობაში ჩადებული ინვესტიციები ჩინეთის სამხედრო ძალად გადაქცევაში, რადგან დრონები ხდება მთავარი იარაღი იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ჩინეთი თავისი ძალით დაშინებას ცდილობს. სიმუყურებს, როგორ ჩამოაყალიბა ტაივანმა ფრთხილად პარტნიორობა ძალიან მზად უკრაინასთან და ახლა იცის, რომ ნებისმიერი მცდელობა შეჭრის დაწყებისა გარდაულად გამოიწვევს იმას, რომ უკრაინა დრონებსა და გამოცდილებას ტაივანს მიაწვდის. ზუსტად ამას აკეთებს უკრაინა სპარსეთის ყურეში. და ის ფაქტი, რომ ეს საერთოდ ხდება, აჩვენებს ის, რომ ვერც კი პუტინსა და მის ძალებზე ვერ დაეყრდნობა, რათა უკრაინა ამ ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე არ გადაერთოს. ჩინეთის მიზანი ტაივანის იზოლაცია იყო. უკრაინა როგორც ჩანს, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. და კიდევ არის ერთი მოულოდნელი მომენტი, რომელიც მალე გამოჩნდება. სანამ მას მივადგებით, ვნახოთ, რას აპირებდა სი და რა მოხდება რეალურად. სის მიზანი იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, როგორც ყურადღების გადატანის საშუალებად, ასევე ჩინელი ჯარისკაცებისთვის სავარჯიშო პოლიგონად გამოეყენებინა. სანამ სოფლიო უკრაინას აკვირდებოდა, ჩინეთსა და ტაივანთან დაკავშირებულ მის ამბიციებს ყურადღებას არ მიაქცევდნენ. როდესაც აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია ეპიკური რისხვა დაიწყო, ეს კიდევ ერთი ყურადღების გადატანის საშუალება იყო. საბოლოოდ აშშ-ში ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდანაა, რომელიც დიდი ალბათობით ტაივანის დასაცავად ჩაერევა, თუ ჩინეთი შეიჭრება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტაივანი უსაფრთხოდ იქნება მანამ, სანამ ის პრეზიდენტია. ნებისმიერი ყურადღების გადატანა, როგორც ირანში ხდება, სი ძინპინისთვის სასარგებლოა. როგორც იუწყება The Hill, 2025 წლის აპრილში ჩინეთმა უკრაინაში დაახლოებით 200 ჯარისკაცი გაგზავნა, თითქოს იმისთვის, რომ ფრონტის ხაზზე ნანახისგან გაკვეთილები ისწავლონ. უკრაინის ომი ჩინეთისთვის ტაივანზე შეჭრისთვის გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო. ეხლა ეს იგივე ომი აძლევს გაკვეთილებს და შესაძლოა მალე იმ აღჭურვილობასაც, რომელიც ტაივანს თავის დაცვაში დაეხმარება. რეალობა, რომლის მიღებაც სი ძინპინს მოუწია, მარტივია. ჩინეთს აშინებს ის, რაც დრონებს შეუძლიათ გაუკეთონ მის გემებს, თუ ტაივანის შეჭრას შეეცდება. უკრაინასა და ტაივანს ჯერ კიდევ არ აქვთ თანამშრომლობა დრონების წარმოებაში, მაგრამ ეს შიში მაინც აშკარაა, რადგან სი ძინპინი იცის, რომ უკრაინამ ტაივანს მისცა გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს. ასევე ვხედავთ მტკიცებულებებს, რომ ჩინეთის მიერ ტაივანის შეჭრის მთელი გათვლა შეიცვალა. გასვოთ ვახსენეთ, რომ უმეტესობა ფიქრობდა, ჩინეთის გეგმა იყო ტაივანში შეჭრა 2027 წელს. ეს უკვე აღარ ჩანს ასე. Sky News იუწყება, რომ აშშ-ში სადაზვერო სააგენტოები მიიჩნევენ, ჩინეთი აღარ გეგმავს შეჭრას 2027 წელს და ამის ნაცვლად ცდილობს კუნძულზე კონტროლის დამყარებას სამხედრო დარტყმის გარეშე. ეს სრული შემოbrunებაა და ეს დამთხევა არ არის. პატარა და იაფი საჰაერო დრონები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც საკმარისი მანძილი აქვთ იმისთვის, რომ გადალახონ ჩინეთის ისეთი ახალი იდეები, როგორიცაა მობილური პიერის აშენება ტაივანის შეჭრისთვის, ჩინეთისთვის მომაკვდინებელი იქნება. ზღვაში მოქმედი დრონები, რომლებიც შავ ზღვაში რუსულ გემებს აძირებენ, ისეთივე საშიში შეიძლება იყოს ჩინეთის სამხედრო გემებისთვისაც. იქნება ეს ბლოკადის შექმნის მცდელობისას, თუ ტაივანის სრუტეში ამფიბიური დესანტისთვის მცურავი გემები. და შეიძლება იდაოთ, რომ ჩინეთს ტაივანის წინააღმდეგ უფრო ძლიერი საზღვაო ძალა აქვს, ვიდრე რუსეთს შავ ზღვაში. და მართალიც იქნებით, მაგრამ ჩინეთსაც არ შეუძლია თავისი ჯარები ტაივანში ხმელეთით გადაიყვანოს, როგორც რუსეთს შეეძლო უკრაინაში.
ეს ან ამფიბიური და საჰაერო დესანტია, ან არაფერი. უკრაინის დრონებზე ორიენტირებული სტრატეგია ორივე ან დაბგოლების დასაძლევად სპეციალურადაა შექმნილი. ეხლა კი მოულოდნელი შემოbrunება. ხოლო უკრაინა და ტაივანი არ არიან, ვინც სი ძინპინს აწუხებს. ინდოეთშიც კი ჩანს ნიშნები, რომ უკრაინა იქაც ზრდის თავის გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჩინეთის მსგავსად სარგებლობს რუსეთის ნავთობის დაბალი ფასებით, რომლებიც სანქციებმა გამოიწვია, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ინდოეთის თავდაცვით პოზიციაშიც ცვლილებები შეინიშნება. ქვეყანა, რომლის შეიარარების იმპორტი 66% 2009-14 წლებში რუსეთიდან მოდიოდა, კანდათან ამცირებს რუსული იარარის შესყიდვებს და 2019-23 წლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 26% შეადგენდა. და ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ინდოეთისთვის იარარის მომწოდებლად რუსეთს ანაცვლებს, შესაძლოა უკრაინა იყოს. იანვრის 29-ს გაირკვა, რომ ინდოეთმა შეიძინა V-BAT-ის დრონები, რომლებიც უკრაინაში საბრძოლო პირობებში გამოიცადა. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტი აზიაში დომინირებისთვის ასისთვის ასევე იწყებს გაკვეთილების ძალას იმ ქვეყნისგან, რომელმაც ასეთი ძლიერი მაგალითი მისცა ტაივანს. ეს ჩინეთისთვის პრობლემაა. თუ ინდოეთი დაიწყებს უკრაინის მხარდაჭერასაც და პირიქით, ჩინეთისთვის ბევრად უფრო რთული იქნება ამ მიზნის მიღწევა. ცხადია, იგივე ეხება ტაივანსაც, როგორც ახსენით, და მთლიანად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსაც. იმდენი წლის შემდეგ, რაც ცდილობდა სხვებს დასწეოდა, მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ძალა იქცა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში წამყვან მოთამაშედ. ახლა ჩინეთს უწევს თავიდან გადახედოს ყველა გეგმას, რაც კი ოდესმე ჰქონდა სამხედრო დომინირების დასამყარებლად. და ახლა არსებობს შანსი, რამდენადაც მცირე არ უნდა იყოს ის, რომ ჩინეთმა შესაძლოა საერთოდ გააუქმოს ტაივანზე თავდასხმის გეგმები და ამის ნაცვლად ყურადღება გადაიტანოს სხვა ქვეყანაზე, რომლის ტერიტორიაზეც ჩინეთი აცხადებს პრეტენზიას. ეს ქვეყანა რუსეთია. და პუტინმა შეიძლება მალე აღმოაჩინოს, რომ მისი უკრაინაში შეჭრის ნამდვილი საბოლოო შედეგი ის არის, რომ ის ხდება ბოლო დომინო, რომელიც დაეცემა გეოპოლიტიკური მოვლენების ჯაჭვში, რომლის მოსვლასაც ის ვერასდროს წარმოიდგენდა. მისმა შეჭრამ უკრაინა უფრო ძლიერი გახადა. უკრაინის მიერ დრონებზე დაფუძნებული თავდაცვის განვითარებამ შთააგონა სხვა პატარა ქვეყნები, როგორიცაა ტაივანი. ჩინეთი ახლა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას ინდო-წყნარ ოკეანეში, იმის გამო, რომ შეიცვალა ჩვენი წარმოდგენა თანამედროვე ომის შესახებ. ამ ცვლილებამ შეიძლება ჩინეთი ჩრდილოეთისკენ მიმართოს ყურადღება, რათა შეეცადოს დაიკაოს რუსეთის მიწები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ჩინურად საუბრობს. შეიძლება თუ არა, რომ სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეს მოვლენების ისეთი შემოbrunება იქნებოდა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ თითქმის შეუძლებლად ჩანდა, როცა ტაივანი ჩინეთის მთავარი ყურადღების ცენტრში იყო. მაგრამ შეიძლება უკვე ხედავდეთ, როგორ იწყებს ჩინეთი რწებს ჩინეთი რუსეთში ნელ-ნელა შეღწევას. სი უკვე გარკვეული დროა სარგებლობს პუტინის მზარდის ასოცარკვეთილებით. მას შემდეგ, რაც წლები ისე იქცეოდა, თითქოს ტაივანის ჩინეთის მიერ დამორჩილება გარდაიტანდაუვალი იყო, პრეზიდენტმა სი ძინპინმა ახლახან სერიოზული სიგნალი მიიღო. ტაივანის სრუტეში ახლახან რაღაც მომაკვდინებელი გამოჩნდა და მან ძალის დემონსტრაცია მოახდინა, რამაც ჩინეთი დააცირა. მაგრამ აი, მოულოდნელობა. ძალის დემონსტრაცია ტაივანს არ მოუხდენია. ეს იყო ჩინეთის კიდევ ერთი მტერი, ინდო-წყნარ ოკეანეში, რომელმაც ახლახან აჩვენა, რომ შეუძლია ჩინეთი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გაანადგუროს. იაპონია ასპარეზზე გამოვიდა და ეს ხმაურით გააკეთა. აპრილის 17-ს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონურმა სამხედრო გემმა რაღაც ისეთი გააკეთა, რაც ჩინეთს სრულიად მოულოდნელად დაათვრა თავს. მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ტაივანის სრუტეში დაახლოებით 40 წრიანი სამხედრო წვრთნები ჩაატარა, იაპონიამ ძალის დემონსტრაციით უპასუხა. მან ტაივანის სრუტეში გაგზავნა JS იკაძუჩი, რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამანადგურებელია და გემი იქ 14 საათის განმავლობაში დარჩა, სანამ საკუთარი ნებით სრუტეს დატოვებდა. ჩინეთმა გემები არ გაგზავნა. მან იცოდა, რომ იაპონიის ქმედებებზე ვერაფერს გააკეთებდა. 14 საათიანი შეურაცხყოფა მიაყენეს სი ძინპინს ამ ისტორიული და გამბედავი ნაბიჯით. და როგორც გაიგებთ, თუ ყურებას გააგრძელებთ, ეს ჩინეთისთვის ნათელი სიგნალია, რომ იაპონიის წარსული პასიური სამხედრო სტრატეგია უკვე წარსულს ჩაბარდა. ეს ნაბიჯი აშკარა გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ შედეგებს იწვევს, რომელთაგან არც ერთი არ არის სასარგებლო ჩინეთისთვის ან მისი მოკავშირეებისთვის. სანამ ამ ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ, უნდა გავითვალისწინოთ გემი, რომელიც იაპონიამ გაგზავნა. ასევობს კარგი მიზეზი, რატომაც ჩინეთმა არ სცადა იაპონიის გამანადგურებელთან ძალის ძალით დაპირისპირება, რადგან JS იკაძუჩი განსაკუთრებული გემია. 2001 წლის მარტში ექსპლუატაციაში შესულ გემს აქვს საკმაოდ კარგი ძირითადი მახასიათებლები. მას შეუძლია იმოძრაოს მაქსიმალური 30 კვანძის სიჩქარით, რაც დაახლოებით 35 მილისაათშია და აღჭურვილია იარაღის ფართო სპექტრით, რაც მას საფრთხედ აქცევს როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო სამიზნეებისთვის. ოთომელარას 76 მმ-იან ქვემეხს ერთვის 220 მმ-იანი ფალანგსის ახლო ბრძოლის იარაღის სისტემა, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება, რადგან წუთში 4500-მდე გასროლას ახორციელებს. იაპონური ხომალდი ასევე აღჭურვილია 8 SSM-1B ანტისაზღვაო რაკეტით, 2 324 მმ-იანი ტორპედოს მილის სისტემით და 2 16 უჯრედიანი ვერტიკალური გაშვების სისტემით, რომელთაგან ერთში თითში განთავსებულია გაუმჯობესებული Sea Sparrow-ის საზენიტო რაკეტები. ჩინეთს ნამდვილად არ სურდა ამ ხომალდთან დაპირისპირება. თუ სიცდი და JS იკაძუჩის აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება საფრთხის გასანეიტრალებლად, მიუხედავად იმისა, რა ფორმას მიიღებს ეს საფრთხე. მაგრამ ჩინეთმა უკვე იცოდა, რომ თავისი დამცირების ატანა მოუწევდა.
მიუხედავად ყველა მცდელობისა, სი ძინპინის მხრიდან რომ ძალა ეჩვენებინა ტაივანის წყლებში და მის გარშემო, JS იკაძუჩის გამოჩენა და მისი 14 საათიანი ყოფნა სულაც არ არის პირველი შემთხვევა, როცა იაპონიამ მსგავსი სიგნალი გაუგზავნა სი ძინპინს ბოლო წლებში. უკვე 2024 წლის სექტემბერში ტოკიომ დაარღვია თავისი ხანგრძლივი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც იაპონური სამხედრო გემები ტაივანის სრუტეში არ გადიოდნენ. როდესაც საზანამი ეს მოგზაურობა განახორციელა, 2025 წელს იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების კიდევ 2 გემი ტაივანის სრუტეში გავიდა. სი ძინპინისათვის ეს ბოლო დამცირება ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონიის სამხედრო გემი ტაივანის სრუტეში გავიდა. მას შემდეგ რაც სანაე ტაკაიჩი 2025 წლის ოქტომბერში იაპონიის პრემიერ-მინისტრი გახდა. ეს თავისთავად გზავნილია. მხოლოდ იმიტომ, რომ იაპონიას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, ეს არნიშნავს, რომ ის აღარ ჩინეთის გაღიზიანებაზე ფიქრობს. ჩინეთმა ამ ყველაფერზე პასუხისგაცემა უნდა შეძლოს. ყოველ შემთხვევაში ეს არის გზავნილი, რომელსაც სი და მისი გარემოცვა წლები ავცელები ავრცელებენ. როცა ქვეყანა აშენებდა ფლოტს, რომელიც თითქოს მსოფლიოს შურს უნდა აღუძრავდეს. Global Firepower-ის მიხედვით ჩინეთის ფლოტს ახლა 851 ერთეული აქვს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე დიდ ცხთის აქტივების რაოდენობით. ჩინეთი ასევე მეორე ადგილზეა საერთო ტონაჟით, რომელსაც მისი ფლოტი გადაადგილებს. ასე რომ ქვეყანას ჰყავს დიდი გემები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ. ამ სამხედრო გაძლიერების იდეა იყო, რომ ჩინეთს ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში წყლებზე ისეთი დომინირება ქონოდა, რომ იაპონიის მსგავს ქვეყნებსაც კი შეეშინდებოდათ თავიანთი სამხედრო გემების გატარება იმ წყლებში, სადაც ჩინეთს თუნდაც მცირე ინტერესი აქვს. სი ძინპინს ბევრად მეტი აქვს, ვიდრე მცირე ინტერესი ტაივანის სრუტეში. იაპონია მაინც გაგზავნა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო გამანადგურებელი იქ. რაც შეეხება ჩინეთის პასუხს, ეს იგივეა, რაც გაბრაზებული წერილის დაწერა იმის გასაკრიტიკებლად, ვინც ახლახან მოგიახლოდა და პირდაპირ ყბაში გარტყა. ყველაფერი, რისი გაკეთებაც ჩინეთმა შეძლო, არის სუსტი დაგმობა იმ თითქოს პროვოკაციის, რომელშიც იაპონია მონაწილეობდა. და კიდევ უფრო სუსტი საინფორმაციო ანგარიშები, რომლებიც ცდილობდნენ იაპონიის ქმედება წარმოეჩინათ, როგორც ჩინეთის მშვიდობის შენარჩუნების მცდელობის შეურაცხყოფა. Arab News-ი უწყება, რომ Liu Xiaobo, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერია, თითქმის ვერაფერს აკეთებს იმის გარდა, რომ იაპონიის სამხედრო გემის ტაივანის სრუტეში გაგზავნა ძალის დემონსტრაციად შეაფასოს, რაც მისი თქმით შეცდომაზეა და ჩინეთის სუვერენიტეტს ემუქრება. ამ განცხადებიდან გამომავალი ფარისელობა წარმოუდგენელია. სიცლებია ტაივანის სუვერენიტეტს ემუქრება, მაგრამ ეს არ აჩერებს მას, რომ თავისი სპიკერების საშუალებით იგივე ბრალდებები წაუყენოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მის ნებაზე არ ცეკვავენ. ნიპონმა კიდევ მეტი გუოს სიტყვა გაავრცელა, როცა სპიკერმა სცადა დაემტკიცებინა, რომ იაპონიის ქმედებები ტაივანის სრუტის მშვიდობასა და სტაბილურობას აზიანებს და იაპონიამ გადაკვეთა წითელი ხაზი, რომელიც არასდროს უნდა გადაიკვეთოს. კიდევ ერთხელ ეს გასაოცარი პასუხია. თუ გავითვალისწინებთ იმ მუდმივ მუქარებსა და დაშინებას, რასაც ჩინეთი სწორედ ამ სრუტეში ტაივანის მიმართ ახორციელებს. მაგრამ ამ ყველაფერში ყველაზე გამორჩეული ის არის, რომ ჩინეთმა ბევრი განცხადება გააკეთა, მაგრამ სამხედრო პასუხი არ ქონია. თუმცა ჩინეთმა განაცხადა, რომ იაპონურ ხომალდს თვალყურს ადევნებდა. ალბათ ესეც რაღაცა. ჩინეთის მიერ საკუთარ წყლებად მიჩნეულ ტერიტორიაზე არანაირი შეჩერების ცდელობა არ ყოფილა. მაგრამ სი ძინპინმა და მისმა გარემოცვამ უყურეს, როგორ გაიარა სახიფათო იაპონურმა გამანადგურებელმა 14 საათიანი გზა ტაივანის სრუტეში. რეალობა, რომლის დამალვაც ჩინეთს სურს, ისაა, რომ ყველაფერი სი ძინპინმა დაიწყო და ეხლა ისე ჩანს თითქოს მას ბოლომდე მიყვანის ეშინი. 80 დღის განმავლობაში მარტიდან აპრილამდე ჩინეთი ტაივანის წყლებში საზღვაო ბლოკადას ავარჯიშებდა, რაც აშკარად იმის ნიშანი იყო, რომ სი ძინპინი ოკუპაციის დაწყებას უფრო მეტად უახლოვდება ვიდრე ოდესმე. ეს ბლოკადის რეპეტიცია მოხდა იმას, რომ ჩინეთმა 2025 წლის დეკემბერში ტაივანს გარშემო სამხედრო წუხტნები ჩაატარა, რომლებმაც ასევე ბლოკადის სიმულაცია და ტაივანში მნიშვნელოვანი ადგილების დაკავება მოიცავდა. ამ კონკრეტულ წუხტნაში მონაწილეობდნენ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია, ასევე ჩინეთის საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები და სარაკეტო ძალები. სამართლიანობის მისია 2025, როგორც მას ჩინეთი უწოდებს, ასევე სწორედ მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-მ ტაივანისთვის 11 მილიარდი დოლარის იარარის პაკეტს მწვანე შუქი აუნთო, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პაკეტია, რაც კი ოდესმე აშშ-ს მიუწოდებია. ანუ იაპონია ის, ვინც ტაივანის სრუტეში მშვიდობას ანგრევს, ასეა. რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩინეთი ბევრად უფრო მეც აკეთებს მშვიდობის დასარღვევად, ვიდრე ვინმე სხვა. იაპონიას თავად გამხდარა ჩინეთის დაშინების მცდელობების სამიზნე. თებერვალში ჩინეთმა იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ანუ EEZ-ში 20-ზე მეტი თევზსაჭერი ნავიდან შემდგარი ფლოტი გაგზავნა. EEZ არის ოკეანის ტერიტორია, რომელიც როგორც წესი ქვეყნის ტერიტორიული წყლებიდან დაახლოებით 200 საზღვაო მილის მანძილზე ვრცელდება და რომელზეც ამ ქვეყანას რესურსებზე იურისდიქცია აქვს. ჩინეთის მიერ თევზსაჭერი ნავების EEZ-ში გაგზავნა ზედაპირული პროვოკაციის მიზანს წარმოადგენდა. სი ძინპინის გზავნილი იყო, რომ ჩინეთს ნებისმიერ დროს შეუძლია შევიდეს იაპონიის მიერ კონტროლირებად წყლებში და ტოკიოს თვალწინ მოიპაროს რესურსები. მაგრამ ჩინეთის მისია ამაზე უფრო ღრმა იყო. ჩინეთის თევზსაჭერი ფლოტი სინამდვილეში მგელი იყო სამოქალაქო ტანსაცმელში, რადგან ხომალდები აშკარად ბევრად მეტის გასაკეთებლად იყვნენ იქ, ვიდრე თევზაობა. ზუსტად რა იყო ეს, ჩვენ არ ვიცით. შესაძლოა ჯაშუშობა. ჩვენ არასდროს მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეგო ეს, რადგან იაპონიის პასუხი ამ შეჭრაზე იყო სამხედრო საბრძოლო ვერტმფრენებისა და პატრულის ხომალდების გაგზავნა წყლის ჭავლებით შეიარაღებული, რათა ჩინეთის თევზსაჭერი ფლოტი იაპონიის წყლებიდან გაექციათ. აქ ჩანს განსხვავება. ჩინეთი აგზავნის ნავებს იაპონიის წყლებში და მას ხვდება მკაფიო სამხედრო პასუხი.
რომელიც სი ძინპინს ეუბნება, რომ არ უნდა სცადოს ბედი. იაპონია აგზავნის სამხედრო ხომალდს 14 საათიან მოგზაურობაში ტაივანის სრუტეში, რომელსაც ჩინეთი თავისად მიიჩნევს და ჩინეთის საზღვაო ძალებისგან არაფერი ხდება. არ ყოფილა მხისიერი პასუხი, არც იაპონური ხომალდის მოგერიების მცდელობა. უბრალოდ დამცირებული ჩინეთის პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ ის შეეძლო, რომ თავისი ერთ-ერთი ახლობელი გაენწარებინა და პროვოკაციაზე ეწუწუნა. სი უნდა ტიროდეს ბევრად უფრო მეტზე ვიდრე ეს. იაპონიამ მკაფიო სიგნალები გაუგზავნა და ახლა სი იცის, რომ მისი გეგმები ტაივანზე შეჭრის შესახებ საფრთხის ქვეშაა. ამ გეგმებისთვის ეხლა რამდენიმე პრობლემა ჩნდება და ჩვენ ყველა მათგანში ჩაუღრმავდებით, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, რომელიც სათაურების მიღმა იმალება. ამიტომ დააჭირეთ გამოწერას, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. ისაც იაპონიამ ახალხან გააკეთა ტაივანის სრუტეში, შეტყობინება იყო სი ძინპინისადმი. სინამდვილეში კი ორი შეტყობინება. პირველ რიგში იაპონია მაცნობა ჩინეთის პრეზიდენტს, რომ მას არ შეუძლია უბრალოდ ტაივანის სრუტის ბლოკადის სწავლება და ფიქრი, რომ ეს დაუსჯელად დარჩება. JSI კაზუჩის მოგზაურობა ამ წლის გზაზე ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ იაპონია ჩინეთს აცნობებს. ბლოკადა ვერ შეაჩერებს მას. თუ იაპონურ გემებს სურთ გაცურონ, ისინი გაცურავენ. მაგრამ მეორე გზავნილი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სი ძინპინის პერსპექტივიდან არის ის, რომ იაპონია აღარ იკავებს პასიურ სამხედრო პოზიციას, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში განსაზღვრა მისი ადგილი ინდო-წყნარ ოკეანეში. ამ პოზიციის გამო იაპონია წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარი საზღვრების დაცვაზე იყო ორიენტირებული. იაპონიას რეალურად არ ყავდა სამხედრო ძალა, ყოველ შემთხვევაში იმ გაგებით, რომ მას შეეძლო სხვა ქვეყნის წინააღმდეგ შეტევა. მას ყავდა არმია, რომელიც შექმნილი იყო თვითდაცვისთვის, მაგრამ აქტიურად არ აკეთებდა ისეთ რამეს, როგორიცაა სამხედრო გემების გაგზავნა იმ წყლებში, რომლებიც მისსავე არ ეკუთვნოდა. მაგრამ ბოლო 2000 წლეულის განმავლობაში იაპონიაში ბევრი რამ შეიცვალა. იაპონიის დოქტრინის ამ მასშტაბური ცვლილების ნიშნები უკვე 2015 წლის სექტემბერში იწყებდა გამოჩენას. მაშინ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია ახალ კანონებზე, რომლებიც იმ დროის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ შემოიღო და რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციის ბევრად უფრო ფართო ინტერპრეტაციას აძლევდა საშუალებას. ამ კონსტიტუციაში, კერძოდ მე-9 მუხლში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქნა მიღებული, წერია: იაპონელი ხალხი სამუდამოდ უარს ამბობს ომზე და ძალის გამოყენების ან მუკარის შესაძლებლობაზე. აბეს ახალმა კანონმა ამ საკითხში შემოიტანა ეგრეთ წოდებული პროაქტიული პაციფიზმი. მოკლედ რო ვთქვათ, იაპონიის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არსებული საფრთხეები ძველ კონსტიტუციას რელიქვიად აქცევდა. პაციფიზმი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა სხვა ქვეყანა მასიურ სამხედრო გაძლიერებას არ ახორციელებს და აშკარად არ ცდილობს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დომინანტი გახდეს. 10 წლეულზე მეტი ხნის შემდეგ აღმოსავლეთ აზიის ფორუმი აცხადებს, რომ იაპონიის ჩუმი განშორება პაციფიზმთან ახლა ბევრად უფრო ხმამაღალი ხდება. ქვეყანამ შემოიღო თავისი ოფიციალური უსაფრთხოების დახმარების, ანუ OSA-ის მექანიზმი, რომელიც იაპონიას საშუალებას აძლევს იაპონური თავდაცვითი აღჭურვილობა მიაწოდოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც იაპონია მსგავსად მოაზროვნეებად მიიჩნევს. ეს პროგრამა, რომელიც 2023 წელს ამოქმედდა, აშკარად შექმნილია იმისთვის, რომ აღჭუროს ქვეყნები, რომლებიც ტირანიის წინააღმდეგ იბრძვიან. ის თანხები, რომელსაც იაპონია გასცემს ამ პროგრამის ფარგლებში, სამხედრო თვალსაზრისით მცირეა. ისიც მცირეა. მხოლოდ 12.5 მილიონი დოლარი 2023 წელს, 21.2 მილიონი დოლარი 2024 წელს და შემდეგ 44.3 მილიონი დოლარი 2025 წელს. ალბათ აქ გარკვეულ კანონზომიერებას ხედავთ. ყოველ წელს იაპონია უფრო მეტ თანხას ხარჯავს სამხედრო დახმარებაზე სხვა ქვეყნებისთვის, სადაც უმეტესად ეს დახმარებები იმ ქვეყნებზეა მიმართული, რომლებიც მდებარეობენ საზღვაო მარშრუტების გასწვრივ, რომლებსაც იაპონია ვაჭრობისა და უსაფრთხოებისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩინეთს ასევე სურს ამავე მარშრუტების დიდი ნაწილი. სი ძინპინი აშკარად არ იქვამს OSA-ს როგორც საფრთხეს. იაპონიამ უკვე გამოაცხადა, რომ 2026 წელს მისი OSA-ის ბიუჯეტი იქნება 116 მილიონი დოლარი, რაც ორჯერ აღემატება იმ თანხას, რაც ქვეყანამ 2025 წელს დახარჯა. რასაც აქ ხედავთ, ეს არის მძინარე გიგანტის გაღვიძება. ეს მცირე მასშტაბით იწყება. მილიონობით დოლარი სამხედრო დახმარებაში იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უბრალოდ ჩინეთის წინააღმდეგ არიან. ასევე საომარი გემების გაგზავნა იმ ერთადერთ წყლის გზაზე, სადაც ჩინეთს სურს, რომ მის გარდა სხვა საომარი გემი არ იყოს. მაგრამ ეს არის იაპონიის ნელ-ნელა უარის თქმა პაციფიზმზე, რომელმაც ქვეყნის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა 10 წლეულების განმავლობაში განსაზღვრა. იაპონია აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თვითონ ტაივანის გარდა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია სერიოზული დაბრკოლება შეუქმნას სი ძინპინის შეჭრის გეგმებს. და საქმე მხოლოდ იმაში არ არის, თუ რა სამხედრო ძალა აქვს იაპონიას. სი ძინპინი დააკვირდება და ინერვიულებს, რადგან იცის, რომ იაპონია გეოგრაფიულ ხაფანგს წარმოადგენს მთელი ჩინეთის ფლოტისთვის, თუ ის ტაივანში შეჭრას გადაწყვეტს. ჩინეთის მთავარი პრობლემა იაპონიასთან ის არის, რომ იაპონია მხოლოდ ერთი კუნძული არ არის. ეს არის ერთი დიდი კუნძული და უამრავი პატარა კუნძული, რომლებიც აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ვრცელდება და ქვეყანას უპირატეს პოზიციებს აძლევს ფილიპინების ზღვაში და საჭიროების შემთხვევაში სამხრეთ ჩინეთის ზღვაშიც. წარმოვიდგინოთ ტაივანზე შეჭრის სცენარი ერთი წუთით. სი ძინპინის იდეალური სცენარი იქნებოდა ის, რომ ჩინეთს ტაივანზე შეჭრა შეეძლოს ისე, რომ სხვა ქვეყნებს ეს არ აინტერესებდეთ. ეს სი ძინპინს მისცემდა საშუალებას ჩინეთის მთელი საზღვაო ძალა ტაივანზე მიმართოს, მაგრამ ასე არ მოხდება. იმისთვის, რომ ჩინეთმა ტაივანზე შეჭრა განახორციელოს და ამავდროულად კუნძულის მოკავშირეები შეაკავოს, მას მოუწევს თავისი სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავების შორს, წყნარი ოკეანის სიღრმეში გაგზავნოს. ჩინეთის გზაზე დგას იაპონია, როგორც ბუნებრივი გეოგრაფიული კედელი. ჩინეთმა ეს კარგად იცის.
ამ კედელს ჩინეთი პირველ კუნძულთა ჯაჯუს უწოდებს, რომელიც იაპონიის სამხრეთით ოკინავადან იწყება და ტაივანამდე გრძელდება. ხოლო აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობს სენკაკუს კუნძულები. ეს პატარა კუნძულებია, რომლებიც იაპონიის ადმინისტრირებაშია და ჩინეთი მათზე პრეტენზიას აცხადებს. თითქმის უმნიშვნელოდ გამოიყურება მათი ზომის გამო, მაგრამ ეს კუნძულები მდებარეობს მიაკოს სრუტის ჩრდილოეთით, საიდანაც ჩინეთის სამხედრო გემებს მოუწევთ გავლა, თუ პაციფიკის ოკეანეში გასვლა სურთ. ოკინავას კუნძულებიც რიუკიუს არქიპელაგის ნაწილია, რომელშიც მიაკოსა და იაეიამას კუნძულებიც შედის. მაშინ ხედავთ, რომ იაპონია პრობლემას წარმოადგენს. ჩინეთს სუსტ შეაჩეროს ნებისმიერი ამერიკული ძალა, რომელიც ტაივანის დასახმარებლად მოვა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს, თუ იაპონია თავის სამხედრო გემებს გამოიყენებს მიაკოს სრუტის დასახურად. sis აქვს შესაძლებლობა თავად სცადოს სრუტის ბლოკირება. როგორც South China Morning Post აღნიშნავს, ეს ჩინეთს მისცემს საშუალებას ფაქტობრივად იაპონიის კუნძულების ჯაჭვი მძევლად აიყვანოს. თუმცა ეს სრულყოფილი გამოსავალი ნამდვილად არ არის. პირველ რიგში, თუ ჩინეთის სამხედრო გემები დაკავებული იქნებიან ბლოკადით, ისინი ვერაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შეაჩერონ ამერიკის მიერ გემების წყნარ ოკეანეში გაგზავნა. მიაკოს სრუტე შესაძლოა მეორე საზღვაო ბრძოლის ადგილად იქცეს, რომელიც ტაივანიდან შორს იქნება და సి ვერ შეძლებს ყურადღების გაყოფას. რაც შეეხება ყურადღების გაყოფას, იაპონია სერიოზულად მიიღებს იმას, თუ ჩინეთი შეეცდება ბლოკადა შექმნას იაპონიის ტერიტორიულ წყლებში. ჩინეთი შეიძლება ეცადოს, მაგრამ იაპონია სავარაუდოდ გამოუშვებს თავის სამხედრო გემებს და ასევე დაუმიზნებს ჩინეთის ხომალდებს რაკეტებით, რომლებიც გაშვებული იქნება როგორც მატერიკიდან, ისე პატარა კუნძულებიდან, რომელთა გაუნებელყოფაც ჩინეთს სურს. გარდა ამისა, არსებობს ოკინავას პრობლემა ში ძინპინისთვის. ეს კუნძული შეიძლება ყველაზე შთამბეჭდავ მონუმენტად ითვლებოდეს იაპონიისა და ამერიკის სამხედროების თანამშრომლობის ისტორიაში. ამჟამად აშშ-ში ოკინავაზე რამდენიმე სამხედრო ბაზას და 80,000 ადამიანის ყოფრას ინარჩუნებს. ამ 80,000 ადამიანიდან თითქმის 30,000 მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა, რომლებიც აშშ-ში შეიარაღებული ძალების ყველა შტოდან არიან. აშშ-ის ეს ყოფნა ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირდაპირი თავდასხმა, რომელსაც ჩინეთი ოკინავაზე განახორციელებს, რაც თითქმის გარდაუვალი იქნება თუ რომელიმე ქვეყანა მიაკოს სრუტეს დაბლოკავს, აშშ-ში ჩართავს ტაივანში ჩინეთის შეჭრის დროს. აშშ-ში შესაძლოა ისედაც იყოს ჩართული, მაგრამ მას დამატებითი мотиваცია ექნება, თუ ჩინეთის რაკეტები მოულოდნელად ამერიკულ ბაზებს დაარტყამს. იაპონია ჩუმად ემზადებოდა ასეთ რაღაცისთვის, უკვე გარკვეული დრო. თუ ბლოკადის შექმნა დასჭირდება, მას ამისთვის საკმარისი გემები აქვს. JSI კიძუჩის მსგავსი გემები, რა თქმა უნდა, ძალიან ფასეული იქნებოდა, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა იაპონიის ვერტმფრენზიდები, JS Izumo და JS Kaga. ამ ვერტმფრენზიდებზე ეხლა მხოლოდ ვერტმფრენები აღარ არის განთავსებული. იაპონიამ ისინი ისე გააუმჯობესა, რომ თითოეულ მათგანზე 12-დან 15-მდე F-35B ტიპის თვითმფრინავი შეიძლება განთავსდეს. ამ საჰაერო ცეცხლის ძალას თუ 48 თანამედროვე გამანადგურებელსაც დაუმატებთ, იაპონიას ისეთი საზღვაო ფლოტი ჰყავს, რომელიც ჩინეთის ფლოტს კონკურენციას გაუწევს. თუნდაც რაოდენობით არა, მაგრამ ცეცხლის ძალით ნამდვილად. ყოველ შემთხვევაში ეს ისეთი საზღვაო ფლოტია, რომელიც შეძლებს მიაკოს სრუტის ბლოკადას და მას შეინარჩუნებს მანამ, სანამ აშშ თავის ავიამზიდებსა და გამანადგურებლებთან ერთად არ მივა. შეიძლება იმედოვნებდა, რომ იაპონია უბრალოდ არ მოისურვებდა ტაივანის გამო ბრძოლაში ჩართვას, მაგრამ ეს იმედები უკვე გაცამტვერდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან სულ რამდენიმე კვირაში, სანიჩი ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება იაპონიისთვის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ სიტუაციად ჩაითვლება. მაშინაც კი თუ არ გავითვალისწინებთ იმ აშკარა ცვლილებას, რასაც ხედავთ იაპონიის თავდაცვაზე ორიენტირებულ დოქტრინაში, ეს ნათელი მინიშნებაა, რომ იაპონია ჩინეთს შეებრძოლება, თუ ში ჯინპინი ტაივანზე შეჭრის გეგმას განახორციელებს. აქ არანაირი გაურკვევლობა არ არის, ეს პირდაპირია. იაპონია ჩინეთს ეუბნება, რომ ში ჯინპინის გეგმები იაპონიისთვის იმდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რომ იაპონია სამხედრო ძალით უპასუხებს. ში ჯინპინი თვლიდა, რომ ინდო-წყნარ ოკეანეში ძალაუფლების მთავარი გამნაწილებელი იყო. იაპონია მხოლოდ ერთი სამხედრო გემით დაამტკიცა, რომ ასე არ არის, რის შედეგადაც ჩინეთის პრეზიდენტი დამცირებული დარჩა. ეს იაპონური კლასიკური თავშეკავებულობაა, მაგრამ ძალნილი, მკაფიო და ხმამაღალია. რაც შეეხება იმას, რა მოხდება შემდეგ, ჩინეთსა და იაპონიას შორის კიდევ მეტი დაპირისპირება იქნება. აპრილის 20-ის First Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა გაგზავნა სამხედრო გემები წვრთნების ჩასატარებლად წყნარ ოკეანეში, რაც დამთხოვით არ ემთხვევა იმ დროს, როცა აშშ, იაპონია და ფილიპინები იწებენ საკუთარ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. ჩინეთი ცდილობს დაკარგული სიამაყის დაბრუნებას, მაგრამ მისი გზავნილი არც ისე ხმამაღალი იქნება, როცა იაპონია აჩვენებს იმ პარტნიორობებს, რომლებიც პირველ რიგში ჩინეთს ასე აშფოთებს. და ათასობით მილის დაშორებით, ში ძინპინის ერთ-ერთი მოკავშირე გრძნობს ამ დარქმის ტალღებს. ხოლო 15 აპრილს ვლადიმირ პუტინმა რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტიდან 2 ფრეგატი და მომარაგების გემი გაგზავნა ჩინეთში 5-დღიანი ვიზიტით. იაპონიის ნაბიჯის დრო ტაივანის სრუტეში პუტინის ყურადღებას არ გამორჩებოდა. ში მთავარი მესიჯი მიიღო, მაგრამ იაპონიამ ასევე აცნობა პუტინს, რომ მისი ნებისმიერი სასოწარკვეთილი მცდელობა სისთან დაახლოების შეუმჩნეველი არ რჩება. ულტრა თანამედროვე იაპონური გამანადგურებელი იდეალური პასუხია იმ მოძველებულ ფრეგატებზე, რომლებიც რუსეთმა ჩინეთში გაგზავნა. იაპონიამ რაღაც მომაკვდინებელი გაგზავნა ტაივანის სრუტეში. ვერც ში და ვერც პუტინი ვერაფერს გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით. ძალის ბალანსი აღმოსავლეთ აზიაში შეიცვალა და ეს ცვლილება არც ჩინეთს, არც ჩრდილოეთ კორეას და არც რუსეთს არ მოეწონებათ.
იაპონიამ ახლახან განათავსა ორი ახალი რაკეტა, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის მის მოქმედების რადიუსს და შესაძლებლობას, განახორციელოს საპასუხო დარტყმები. უფრო მეტიც, ორივე სრულიად ადგილობრივი წარმოებისაა. ამ რაკეტების განთავსება ნიშნავს, რომ ზღვისა და ხმელეთის დიდი ტერიტორიები, რომლებიც ადრე მხოლოდ იაპონიაში განლაგებული ამერიკული ძალებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა მტკიცედ იაპონიის სამიზნეშია. რეგიონში არსებული სტატუს-კვო იაპონიის სასარგებლოდ შეიცვალა. შესაძლოა სამუდამოდაც კი. აი დეტალური ინფორმაცია ამ ორ ახალ რაკეტაზე და რატო არიან ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი ასე შეშფოთებულნი მათი განთავსებით. საინტერესოა, რომ ორივე ახალი რაკეტას ერთი და იგივე სახელი აქვს: ტიპი 25. ტიპი 25-ის ზედაპირული ბაზირების გემსაწინააღმდეგო რაკეტა და ტიპი 25-ის მაღალსიჩქარიანი პლანირებადი ჭურვი. დასახელების ეს თავისებურება იაპონური შეიარაღების დასახელების პოლიტიკიდან გაუმდინარეობს. ახალი ერთეულები იმ ბიუჯეტური წლის მიხედვით სახებებს სახით სახელდება, როდესაც ისინი სამსახურში შევიდა. ორი ახალი რაკეტის ტიპი ოფიციალურად განთავსდა 2026 წლის 31 მარტს, რაც იაპონური 2025 ბიუჯეტური წლის ბოლო დღეა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მახასიათებლებითა და შესაძლებლობებით, ორივეს ერთი და იგივე სახელი აქვს: ტიპი 25. რაც ამ ორ ახალ სისტემას განსაკუთრებით გამორჩეულს ხდის, ის არის, რომ ისინი იაპონიაში შიდა წარმოების პირველი სტენდოფ რაკეტებია და პირველია, რომლებიც მოქმედ ნაწილებში განთავსდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პირველ მათგანს, ტიპი 25-ის სახმელეთო საზღვაო რაკეტას, ანუ SSM-ს, რეალურად უკვე არსებული რაკეტის ტიპი 12-ის განახლებული ვერსია წარმოადგენს. შეიძლება იფიქროთ, რომ რაკეტის სახელიდან და იაპონური დასახელების წესიდან გამომდინარე, ტიპი 12 2012 წელს ან 2013 წლის პირველ კვარტალში შემოიღეს. სინამდვილეში მიუხედავად იმისა, რომ მისი შემუშავება 2012 წელს დასრულდა, ოფიციალურად შეიარაღებაში მხოლოდ 2015 წელს მიიღეს. ამას იაპონური დასახელების წესების კიდევ ერთ თავისებურებად ჩავთვლით. ტიპი 12 არის სატვირთოზე დამონტაჟებული გემსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც იაპონიის Mitsubishi Heavy Industries-მა შეიმუშავა. ეს ასევე განახლება მოძველებული ტიპი 88 SSM-ისგან. როგორც სახელიდან ჩანს, ტიპი 88 1980-იანი წლების ბოლოს შემოიღეს. ტიპი 12-ის განახლებამ დაამატა თანამედროვე შესაძლებლობები, როგორიცაა ინერციული ნავიგაციის სისტემა INS და შუა მარშრუტზე GPS-ით მართვა. მას ასევე ჰქონდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სიზუსტე, გაუმჯობესებული რელიეფის კონტურის დამთხოვისა და სამიზნის გარჩევის შესაძლებლობების წყალობით. შესყიდვის შეკვეთების მიხედვით დაახლოებით 50 ტიპი 12-ის სისტემა იყო ჯამში განთავსებული. მოგვიანებით გემიდან გასაშვები ტიპი 12-ის ვერსია, სახელად ტიპი 18 SSM-2 შემოიღეს, როგორც მივხვდით 2017 წელს. იაპონიის მაიას კლასის გამანადგურებლებზე განთავსებისთვის განკუთვნილმა ამ ვერსიამ გააორმაგა სახმელეთო ტიპი 12-ის სროლის მანძილი და მიაღწია დაახლოებით 250 მილს. ეხლა ტიპი 25 კიდევ ერთხელ ზრდის ამ მანძილს და აღწევს დაახლოებით 620 მილს, რაც დაახლოებით 5 ჯერ მეტია ვიდრე ტიპი 12-ის სროლის მანძილი. და სწორედ ეს აკენებს ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს დაძაბულ მდგომარეობაში. პირველად იაპონიას აქვს საკუთარი შორ მანძილზე დარტყმის რეალური შესაძლებლობა. უკრაინის მიერ ადგილობრივად წარმოებული წლამინგოს, ნეპტუნის, FP7-ის და FP9-ის რაკეტების განვითარებამ გაათავისუფლა იგი დასალურ სისტემებზე, როგორიცაა Storm Shadow ან Scalp, დამოკიდებულებისგან რუსეთის წინააღმდეგ გრძელ დისტანციური დარტყმებისთვის. ეხლა იაპონიას იგივე მოქნილობა აქვს. როგორც ცოტა მოგვიანებით ვნახავთ, ეს შეიძლება გადამწყვეტი იყოს მომავალ წლებში. ტექნიკურად რო ვთქვათ, რაკეტა ზოგადად ითვლება დისტანციური არაღად. თუ მისი სიშორე დაახლოებით 80 მილს არ ემატება, ამ სიშორეზე რაკეტა შეიძლება გაშვებულ იქნას მტრის უმეტეს საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტური სიშორის მიღმა. ტექნიკურად შესაბამისად Type 12 უკვე დისტანციური რაკეტაა. მაგრამ ასე არ არის, როდესაც ჩინეთის რაკეტსაწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვას განვიხილავთ. რა თქმა უნდა, ჩინეთის რუსული S-300 სისტემა და ადგილობრივი წარმოების HQ-15 ანალოგი მხოლოდ დაახლოებით 124 ეფექტურ მანძილს ფარავს, ხოლო HQ-9-ის მოქმედების რადიუსი დაახლოებით ტოლია Type 12-ისას. თუმცა ჩინეთის HQ-22 სისტემას დაახლოებით 105 მილის რადიუსი აქვს. მის რუსულ S-400-ს მაქსიმალური მოქმედების რადიუსი თითქმის 250 მილს აღწევს, ხოლო HQ-19-ს, რომელიც ASHS-ს THAAD-ის გრძელ მანძილზე ანალოგად არის განკუთვნილი თვლილი, დაახლოებით 1864 მილი აქვს. ბოლო სამ სისტემასთან შედარებით Type 12-ს სტენდოფ რაკეტად ვერ მივიჩნევთ. მაგრამ მოქმედების რადიუსით, რომელიც დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება ჩინეთის ყველაზე ფართო საჰაერო თავდაცვის სისტემებს, Type 25 SSM ნამდვილად სტენდოფ რაკეტაა. გარდა ამისა, იაპონია აპირებს მომავალ ვერსიებში მოქმედების რადიუსი კიდევ უფრო გაზარდოს და დაახლოებით 922 მილამდე მიიყვანოს. მაგრამ უკვე არსებული 620 მილიანი რადიუსითაც კი Type 25 მნიშვნელოვნად ცვლის თამაშის წესებს, როგორც ჩინეთში, ასევე ჩრდილოეთ კორეის გარშემო. Type 12-ის შეზღუდული რადიუსი იმას ნიშნავდა, რომ ის ძირითადად წერტილოვანი თავდაცვისთვის გამოიყენებოდა. Type 25-ის რადიუსი ამ რაკეტას გარდაქმნის შორ მანძილზე ზუსტი დათმის შესაძლებლობად, რომელსაც შეუძლია როგორც საზღვაო ფორმირებების, ასევე შერჩეული სახმელეთო ობიექტების მიზანში ამოღება. განახლება დაამტკიცა იაპონიის კონგრესმა, ანუ დაიეტმა 2020 წლის დეკემბერში. მასობრივი წარმოება გავრცელებული ინფორმაციით დაიწყო 2023 ფინანსურ წელს, ხოლო განთავსება დაჩქარდა 2025 ფინანსურ წელზე.
იაპონელებმა შეასრულეს ეს ვალდებულება, თუნდაც წლის ბოლო დღეს მიესწრეს. სპეციფიკაციების მხრივ ამ ეტაპზე ბევრი არაფერია ცნობილი. მაგალითად, რა ზომის საბრძოლო ქობინი აქვს, რა სიჩქარე აქვს და ასე შემდეგ. რაც ვიცით არის ის, რომ Type 25-ის კორპუსი გადაკეთდა რადარისთვის ნაკლებად შესამჩნევად, რაც აუცილებელია თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ გადარჩენისთვის. ის აღჭურვილია კომპაქტური ტურბოფანის ძრავით, რომელიც ოპტიმიზირებულია დაბალ სიმაღლეზე ხანგრძლივი ფრენისთვის, რაც კიდევ უფრო ამცირებს აღმოჩენის შანსს ხანგრძლივი მისიის დროს. Type 25-ის მართვის სისტემა აერთიანებს ინერციულ სანავიგაციო სისტემებსა და სატელიტურ პოზიციონირებას, რელიეფის ცნობასა და საბოლოო რადარულ გამოსახულებასთან. ამ კომბინაციით შესაძლებელია მოძრავი საზღვაო სამიზნეების მაღალი სიზუსტით დარტყმა, იაპონური სიზუსტით. რაკეტას ასევე შეუძლია მიიღოს შუა მარშრუტის განახლება ქსელური მონაცემთამულების საშუალებით, რაც რეალურ დროში აერთიანებს საზღვაო პატრულის თვითმფრინავების, სანაპირო რადარის სადგურების ან სხვა სადაზვერვო საშუალებების მონაცემებს. ის ასევე აკმაყოფილებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას თანამედროვე სახმელეთო რაკეტებისთვის მობილურობას. სისტემა დამონტაჟებულია მაღალი მობილურობის ტრანსპორტიორ ამწე გამშვებ დანადგარზე, რომელიც დაყენებულია 8-8-ზე ბორბლებიან შასიზე. თითოეული გამშვები ატარებს 6 რაკეტის კონტეინერს და შეუძლია სწრაფი სალვო გაშვება, რის შემდეგაც სწრაფად იცვლის ადგილმდებარეობას. როგორც უკრაინაში ომმა ნათლად აჩვენა, საოლთაო თვალთვალის და კამიკაძე დრონების ეპოქაში, სროლისა და სწრაფი გადაადგილების უნარი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. იაპონიის მთიანი გეოგრაფიის გამოყენებით, გამშვები დანაყოფები შეუძლიათ განაწილდნენ სანაპირო ზოლზე ან კუნძულებზე, გაისროლონ და სწრაფად შეიცვალონ პოზიცია, სანამ მტერი საპასუხო დარტყმისთვის დამიზნებას შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა აუცილებლად ფართოდ გავრცელდება იაპონიის შეიარაღებულ ძალებში, საწყისი განთავსების ადგილების შერჩევა სტრატეგიულია. როგორ? პირველი საბრძოლო დანაყოფები განთავსებულია კანგუნის ბანაკში, კუნიმოტოს პრეფექტურაში. ამ ბაზიდან ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეის მრავალი ობიექტი უკვე მოქმედების არეშია. მთელი კორეის ნახევარკუნძული ახლა იაპონიის დარტყმის არეშია, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო სამიზნეებისთვის, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის სრული ტერიტორია. პატივცემული ამ ხანაგი კიმ ჩენ ინი, როგორც ხალხი უწოდებს ჩრდილოეთ კორეის უმაღლეს ლიდერს, ყოველთვის შეეძლო იაპონიისთვის რაკეტებით დარტყმა. ასევე შეეძლო მის მამას კიმ ჩენ ირს, რომელიც კიმ ჩენ ინამდე იყო უმაღლესი ლიდერი და მართავდა 1994 წლიდან 2011 წლამდე, სანამ გარდაიცვლებოდა და მისი შვილი ჩაიბარებდა ხელისუფლებას. კიმ ჩენ ირმა ასევე მემკვიდრეობით მიიღო იაპონიისთვის დარტყმის შესაძლებლობა თავისი მამისგან, კიმ ირ სენისგან, რომელიც ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებელი და პირველი ლიდერი იყო. 1990-იანი წლების შუა პერიოდში კიმ ირ სენმა შეიმუშავა ჰვასონგ 7 ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ნოდონგი და დაიწყო მისი სერიული წარმოება, მაგრამ ის გარდაიცვალა 1994 წელს, ერთი წლით ადრე, სანამ ეს რაკეტა შეიარაღებაში შევიდოდა. პერიდაბული ვერსია ცნობილი სკადის, რომის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 800 მილია, ნოდონგს შეეძლო საიმედოდ მიერძია ოსაკამდე, ტოკიომდე და იაპონიის სამხრეთ და ცენტრალური ნაწილის უმეტესობამდე. და მას შემდეგ კიმების დინასტიის ყოველი ახალი თაობის მოსვლასთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობების მასშტაბი მხოლოდ იზრდება. ნოდონგის გარდა, ამჟამინდელ კიმს ასევე აქვს ჰვასონგ 10 საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი მინიმუმ 1500 მილია. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეის მატერიკიდან მთელი იაპონია დაარტყას. მას ასევე აქვს სრული რადიუსის კონტინენტთა შორისი ბალისტიკური რაკეტები. ჰვასონგ 14 სავარაუდო რადიუსი მინიმუმ 4000 მილია, ხოლო ჰვასონგ 15 ზოგადად, როგორც ამბობენ, შეუძლია კონტინენტურ აშშ-მდე მიღწევა. ორივე უდაოდ შეძლებდა იაპონიამდე მიღწევას. და კიდევ მეტია, 10 წლეულების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეას შეეძლო იაპონიაზე დარტყმა უსაფრთხო დისტანციიდან და უფრო შორიდანაც, მაშინ როცა იაპონიას მსგავსი საფრთხის შექმნა არ შეეძლო. ის მხოლოდ incoming რაკეტებისგან თავის დაცვას შეძლებდა მრავალფენოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემებით, როგორიცაა მისი Patriot PAC-3 და EGIS SM-3. ეხლა Type 25 SSM-ის გაზრდილი სიშორე თამაშის პირობებს ათანაბრებს. თქვენ დაგვარდგამთ, ჩვენაც დაგარდგამთ. ან იქნებ ჩვენ დაგარდგათ პირველად. ეხლა ეს ვარიანტები იაპონიას ხელმისაწვდომია და იაპონიას ჩინეთზე იგივე ტიპის ბერკეტს აძლევს. კი, ზუსტად იგივე არაა, მაგრამ საკმაოდ ახლოსავსა. განსხვავება ჩინეთის უზარმაზარ ზომაშია. Type 25 შეუძლია კომფორტულად დაფაროს მთელი ჩრდილოეთ კორეა. ჩინეთი კი თავის მხრივ თითქმის 6 მილიონი კვადრატული მილის ფართობზეა გადაჭიმული და მისა და იაპონიას შორის აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა. 620 მილის სიშორით Type 25 SSM მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიის მცირე ნაწილს ფარავს. თუმცა ის, რასაც ეს რაკეტა ფარავს, სი ძინპინისათვის საკმარისად შემაშფოთებელია. იაპონიის გამფენილ კუნძულებზე განთავსებული რაკეტებიდან ჩინეთის მატერიკზე მრავალი მაღალი ღირებულების ობიექტი მოხდება რადიუსში. ყველაზე მიმზიდველი სამიზნეები უდავოდ ჩინეთის შორეულ აღმოსავლეთშია. შანხაი ეხლა უკვე რადიუსშია, ისევე როგორც მთავარი ქალაქები, პორტები და ინდუსტრიული ცენტრები, როგორიცაა ჰანჯოუ და ნიმბო. ეს მხოლოდ დიდი მოსახლეობის ცენტრები არა, აქ მდებარეობს ჩინეთის უმნიშვნელოვანესი კომპანიები და ინდუსტრიები, რომლებიც მის გლობალურ ვაჭრობას უზრუნველყოფენ. Type 25 ასევე მიზანში იღებს მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს. ჰანჯოუში მდებარე ჟანციაოს აეროპორტი მნიშვნელოვანი სამხედრო ავიაბაზაა, სადაც განთავსებულია ჩინეთის საჰაერო ძალები, PLA-AF-ის 83-ე ბრიგადა.
ჩინეთის JH-7A ტიპის გამანადგურებელი ბომბდამშენები ამ ბაზიდან მოქმედებენ. მახლობლად მდებარე ნინგბოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბაზაა, ნინგბოს საზღვაო ბაზა. ეს არის ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალების აღმოსავლეთ ზღვის ფლოტის შტაბ-ბინა და მთავარი სარდლობის ცენტრი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო ოპერაციებისთვის. ასევე Tai-25-ის მოქმედების არეალშია ახლო მდებარე ფუჟოუს საჰაერო ბაზა, რომელიც ფუჟოუს ქალაქთან ახლოს მდებარეობს. ეს საჰაერო ბაზა ძალების კონცენტრაციის ერთ-ერთი მთავარი წერტილია. ტაივანის პირდაპირ და ჩინეთის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების ბაზაა. და კიდევ ბევრია მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელთა მიღმაც სი ძინპინი ნამდვილად ისურვებდა, რომ არ მოხდეს Tai-25-ის მოქმედების არეალში. ასე იყო აქამდე. როგორც ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში, ჩინეთს ჰქონდა უპირატესობა, რომ შეეძლო იაპონიის დათმა შორ მანძილზე სარაკეტო სისტემებით. მაშინ, როცა იაპონიას ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა. DF-21D, რომელსაც ხშირად ავიამზიდების მკვლელს უწოდებენ, ექსპლუატაციაში შევიდა 2010-იანი წლების დასაწყისში. ტექნიკურად ეს არის ანტისაზღვაო ბალისტიკური რაკეტა, გური რაკეტა. თუმცა მას ასევე შეუძლია ეფექტურად დაარტყას უძრავ სამიზნეებს ხმელეთზე. მაქსიმალური სიშორით 1336 მილი მას შეუძლია მიაღწიოს იაპონიის ტერიტორიას, მათ შორის ოკინავაზე მდებარე აშეჩოს ბაზებს. ჩინეთის ხმელეთიდან გაშვებული CJ-10 ან DH-10 ფთოსანი რაკეტა შეუძლია ზუსტი დათმები მიაყენოს 930 მილამდე მანძილზე. და მისი DF-26 საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა 2485 მილის სიშორით საკმარისია მთელი იაპონიის დასაფარად და კიდევ მეტიც. ისევე როგორც ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში, Tai-25 SSM-ის გაზრდილი სიშორე საშუალებას აძლევს მას მიაღწიოს ჩინეთის სენსიტიურ ნაწილებში, ანალოგიურად რაც მნიშვნელოვნად ათანაბრებს სიტუაციას იაპონიისთვის. არსებობს კიდევ მესამე რეგიონი, სადაც ახალი რაკეტა გარკვეულწილად არღვევს სტატუს-კვოს, რუსეთი. ჩრდილოეთ სიპაროდან Tai-25-ები შეძლებენ გადაუფრინონ რუსეთის ტერიტორიას და დაარტყან ჰეილუნძიანგისა და ჯილინის პროვინციებს ჩინეთში. რეგიონი ჩინეთის ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო ცენტრად ითვლება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია. სარკინიგზო კვანძები, როგორიცაა სუი-სუიფენჰე და ლიაოჟის დერეფანი, მნიშვნელოვანია სახმელეთო ტრანსპორტისთვის ჩინეთის ჩრდილოეთ პორტებამდე. საზღვრისპირა ტერიტორიები ბოლო წლებში აქტიურ ცენტრებს წარმოადგენენ, რაც განპირობებულია აპყვავებული ვაჭრობით, რომელიც წარმოიშვა მას შემდეგ, რაც რუსეთი იძულებული გახდა და სასანგახთა დასავლეთის სანქციების გამო თავისი ვაჭრობის დიდი ნაწილი ჩინეთისკენ გადაეტანა. მასშტაბური და ძალიან ძვირადღირებული გეგმები უკვე აქტიურად ხორციელდება ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გასაფართოებლად, განსაკუთრებით კი რუსეთთან ახლო მდებარე შორეული აღმოსავლეთის პორტებთან დაკავშირების მიმართულებით. ამ აყვავებული ჩინეთ-რუსეთის ალიანსის კრიტიკული კვანძის დიდი ნაწილი ახლა იაპონიის სამიზნეშია, თუ კი ოდესმე ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყება. სინამდვილეში ამ მნიშვნელოვანი რუსული შორეული აღმოსავლეთის პორტებიდან რამდენიმე უკვე Tai-25-ის მოქმედების არეშიც მოხდება. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იაპონიას არ სჭირდება შორს მოქმედი იარაღი, რომ რუსეთს მისცდეს და დაარტყას. ყველაზე ახლო წერტილებში ამ ორ ქვეყანას მხოლოდ 26 ან 27 მილი აშორებს ლე-პერუზის სრუტეში, რომელიც იაპონიის ჰოკაიდოს რუსეთთან სახალინთ ახლობს. უკრაინას აქვს მარტივი FPV დრონები, რომლებსაც უფრო შორს შეუძლიათ დარტყმა. მაგრამ Tai-25-ის გაზრდილი მოქმედების რადიუსი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ბევრად მეტ პრობლემურ სამიზნეს ხდის მისაწვდომს, მათ შორის მთავარ პორტებსა და სამხედრო ობიექტებს. ვლადივოსტოკში განთავსებული რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი მოულოდნელად იაპონიის დარტყმის რადიუსში აღმოჩნდა. ხაბაროვსკი არის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და სამხედრო ცენტრი და რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის შტაბ-ბინა. იაპონიის ურთიერთობა რუსეთთან იშვიათად იყო მარტივი, ხოლო ბოლო დროს დაძაბულობა გაიზარდა იაპონიის პრო-უკრაინული პოზიციის გამო. რუსეთი იაპონიაზე იგივე დისტანციური რაკეტების უპირატესობა ჰქონდა როგორც ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას გარკვეული დროის განმავლობაში. ეს უპირატესობა ახლა აღარ არსებობს. იაპონიას შეიძლება ვერ შეეძლოს რუსეთის დიდი ნაწილის დარტყმა თავისი Tai-25-ებით, მაგრამ ის რეგიონები, რომლებსაც მიაღწევს, შეიძლება დააზიანოს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის თავდაცვა და ჩაშალოს მისი ეკონომიკური ინტეგრაცია ჩინეთთან. ორივე პუტინისთვის მასიური სტრატეგიული მარცხი იქნებოდა. ეძებთ უახლეს სამხედრო სიახლეებს და ღრმა ანალიზს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ცხელწერტილზე. სწორედ ამას გთავაზობთ ჩვენ სამხედრო გადაცემაში. გამოიწერეთ არხი ახლავე, რომ სრულად ინფორმირებული იყოთ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავსა და მოვლენაზე. ეხლა შეიძლება გაიფიქროთ, რატომ არ აქვს იაპონიას ქვეყანას ასეთი მაღალი ტექნიკური შესაძლებლობებით, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობები დღემდე განვითარებული. ეს არჩევანის საკითხი იყო. მეორე მსოფლიო ომში დამანგრეველი მარცხის შემდეგ იაპონია მხოლოდ თავდაცვითი სამხედრო პოზიცია ესჩი. ის მხოლოდ იმ იარაღს აწარმოებდა და ყიდულობდა დაობდა, რომელიც თავის დასაცავად იყო საჭირო, მაგრამ არა თავდასხმით იარაღს. ეს პოზიცია შესაძლებელი გახდა იაპონიისა და აშშ-ს ოფიციალური სამხედრო ალიანსის წყალობით. ურთიერთთანამშრომლობისა და უსაფრთხოების ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 1960 წელს ამოქმედდა, აშშ-ს ევალება დაიცვას იაპონია, თუ მას თავს დაესხმებიან. მაგრამ საბოლოო შედეგი ისაა, რომ იაპონიაში არსებული მთელი შეტევითი შეიარაღება აშშ-ს ძალების ხელშია, რომლებიც ქვეყნის დაახლოებით 15 მთავარ ბაზაზე არიან განლაგებულნი. დაშორებული შეტევის შესაძლებლობების მხრივ აშშ-ს შეუძლია დაადგას ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას ან რუსეთს F-15E Strike Eagle-ებით და F-25A Lightning O-ებით, რომლებიც განლაგებულია ბაზებზე, როგორიცაა კადენას საჰაერო ბაზა ოკინავაზე.
ისევე როგორც ისინი ირანში აკეთებდნენ, ამ თვითმფრინავებს შეუძლიათ გაუშვან შორ-მანძილზე მოქმედი რაკეტები, როგორიცაა AGM-198 JASSM და AGM-88G AARGMER. მაგრამ იაპონიის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უსაფრთხოების ბადე საკმაოდ ფართოა, ის უკვე აღარ არის საკმარისი. რეგიონში უსაფრთხოების განტოლება დრამატულად შეიცვალა. ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ შეტევითი შეიარაღების განვითარების ტემპი ძალიან სწრაფია და ამასთან ერთად იაპონიისთვის რისკები ექსპონენციალურად იზრდება. ამ მოვლენებით შეშფოთებულმა იაპონიამ 2022 წელს წარადგინა მნიშვნელოვნად განახლებული და ბევრად უფრო მკაცრი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ანუ NSS. ახალმა NSS-მა პირდაპირ გამოყო ჩინეთი როგორც მთავარი საფრთხე, ხოლო რუსეთი განსაზღვრა როგორც მნიშვნელოვანი საფრთხე. ის ავალდებულებს თავდაცვის ხარჯების თითქმის გაორმაგებას, რათა 2027 წლისთვის მიაღწიოს MŠP-ის 2%-ის, რაც ორჯერ აღემატება მანამდე არსებულ არაფორმალურ 1%-იან ზღვარს. მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველად იაპონიამ ოფიციალურად აიღო ვალდებულება შეეძინა საფასუხო დარტყმის შესაძლებლობები. იაპონიამ გახსნა კარი შეტევითი შეიარაღებისთვის. ეხლა მას შეუძლია გამოიყენოს შორ-მანძილზე მოქმედი რაკეტები, როგორიცაა ტიპი 25 მტრის ბაზების დასამიზნებლად, თუ შეიარაღებული თავდასხმა გარდაუვალია. და როგორც ხედავთ, ორი ახალი ტიპი 25-ის რაკეტის დადგენიდან იაპონია დროს არ კარგავს იმისთვის, რომ მანდატი რეალობად აქციოს. მეორე, ახლახან წარდგენილი რაკეტა, რომელსაც ასევე აქვს ტიპი 25-ის აღნიშვნა, ასევე მიეკუთვნება შორ-მანძილზე მოქმედი რაკეტების კატეგორიას, მაგრამ მას განსხვავებული მისიის პროფილი აქვს. ტიპი 25 ჰიპერბგერითი სრიალით მოძრავი ჭურვი, ანუ HVGP. HVGP არის იაპონიის პირველი საბრძოლო ჰიპერბგერითი სრიალით მოძრავი იარაღი. ახლახან დანერგილი ვერსია ბლოკი 1, სავარაუდოდ 185-დან 310 მილამდე მანძილზე მოქმედებს, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. რაკეტა ეშვება მყარი საწვავის მქონე გამშვები რაკეტსაშვები რაკეტის საშუალებით, რომელიც მაღალ სიმაღლეზე იყოფა. ეს საშუალებას აძლევს გლაიდერს, რომ დაეშვას ჰიპერბგერითი სიჩქარით, რომელიც აღემატება Mach 5-ს, ანუ 3700 მილი საათში. თანაც ასრულებს არასტანდარტულ მანევრებს, რათა აიცილოს ჩაჭრა. HVGP-ს გააჩნია კონუსური boost glide საბრძოლო ნაწილი, რომელსაც აქვს მცირე მართვის ფრთები გვერდითი და ვერტიკალური კორექტირებისთვის და ისევე როგორც მისი თანამოსახელე, ის იყენებს სატელიტურ ნავიგაციას, ინერციულ სისტემებს და ტერმინალურ რადარ ინფრაწითელ გამოსახულებას მართვისთვის. მისი მცირე სიშორის გამო, HVGP იაპონიას არ აძლევს იმავე შეკავების შესაძლებლობას, როგორც გრძელსიშორიანი SSM. ის ძირითადად შექმნილია შორეული კუნძულების დაცვისთვის და არა საფასუხო შეტევითი ოპერაციებისთვის. მაგრამ რაც სიშორეში აკლია, ის ინაზღაურებს ფარულობითა და მრავალმხრივობით, რაც მას იდეალურს ხდის მოკლე სიშორიანი საფასუხო შეტევითი ოპერაციებისათვის. HVGP-ის მანევრულობა მისი კვალის მიდევნებასა და ჩამოგდებას უკიდურესად ართულებს. ის შესანიშნავია მტრის ბაზებზე შეტევისთვის, მაღალი ღირებულების ობიექტების, როგორიცაა სარდლობის პუნქტები, ამფიბიური შეტევითი ჯგუფები და ავიამზიდების გემბანები, დასამიზნებლად ჯავშანგამტანი ან აფეთქებით ფორმირებული საბრძოლო თავებით. მჭიდროდ დაპირისპირებულ კუნძულთა ჯაჭვებში HVGP-ებს შეუძლიათ საკუთარი ძალებით შექმნან შეკავების ეფექტი. მტრის გემებსა და რაკეტების გაშვების ადგილებს მოუწევთ დარჩნენ მათი მოქმედების რადიუსს მიღმა, რადგან ეშინიათ ფარული, პრაქტიკულად შეუჩერებელი რაკეტული შეტევებისა. საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში Type 25 SSM-ებისა და HVGP-ების კომბინაციას შეუძლია მნიშვნელოვნად გააფართოვოს იაპონიის თავდაცვითი ზონა, რათა მოიცვას აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა და ტაივანთან ახლოს მდებარე რეგიონები. ამჟამინდელი ბლოკ 1-ები ძირითადად გამოიყენება წვრთნებისა და სისტემის დანერგვისთვის. 2030-იან წლებში დაგეგმილი ბლოკ 2-ის ვარიანტებს ექნებათ 1300-დან 1800-მდე მილამდე სიშორე. ეს მათ კიდევ უფრო დიდ საფასუხო დარტყმის საფრთხედ აქცევს, ვიდრე ამჟამინდელი Type 25 SSM, როგორც სიშორის, ასევე მანევრულობის თვალსაზრისით. იაპონიას ასევე აქვს გეგმა დამატებითი გემიდან და ჰაერიდან გაშვებადი ვარიანტებისთვის 2027 ფინანსური წლისთვის, რათა შექმნას ფენოვანი განაწილებული დარტყმის არქიტექტურა. ეს არქიტექტურა აერთიანებს შიდა სისტემებს, როგორიცაა ორი ახალი Type 25 იაპონიის მოკავშირეების, ძირითადად აშშ-ის მიერ დამკვიდრებულ სისტემებთან. იაპონია გეგმავს აშშ-ის თეთრში წარმოებული Tomahawk-ის ტიპის საკრუიზო რაკეტების განთავსებას თავის ყველა 8 ეგიდას კლასის გამანადგურებელზე. ასევე 2026 წლის მარტში კონგოს კლასის გამანადგურებელი JS Chokai წარმატებით განახლდა Tomahawk-ების გასაშვებად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონურ სამხედრო გემს შეუძლია დაატყას სამიზნეებს 1000 მილის დაშორებით. მოხსენებით, JS Chokai ეკიპაჟის წვრთნები და მოდიფიკაციები სან-დიეგოს საზღვაო ბაზაზე გრაფიკზე ადრე დაასრულა, ხოლო ცოცხალის როლის ტესტები დაგეგმილია 2026 წლის აგვისტოში, სანამ დაბრუნდება სასებოს საზღვაო საჰაერო ბაზაზე. მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობს. იაპონიას შესაძლოა ცოტა ხანს მოუწიოს ლოდინი, სანამ Tomahawk-ებს მიიღებს. იაპონიამ 2024 წელს 1.7 მილიარდი დოლარის კონტრაქტით 400 Tomahawk-ი შეუკვეთა. თითოეული 200 ბლოკ 4-ისაა და ბლოკ 5-ის ვარიანტებიდან. მიწოდებები დაგეგმილი იყო 2027 წელს დასრულებულიყო. თუმცა აშშ-ში Tomahawk-ები ირანის წინააღმდეგ იმდენად ინტენსიურად გამოიყენა, რომ ისედაც სუსტი მიწოდების ჯაჭვი დაიროა. აშშ-ს სწრაფად ამოწურავს თავის მარაგებს ისეთი ტემპით, რომ მათი შევსება შეუძლებელია. ომამდე მას ხელთ ჰქონდა დაახლოებით 3000-დან 4500-მდე ბლოკ, 4 და 5 ვერსიის რაკეტა.
მოხსენებების მიხედვით, ირანთან დაპირისპირების პირველ 72 საათში 400 რაკეტა გამოიყენა, ხოლო პირველ თვეში 850. ამასობაში წლიური წარმოება მხოლოდ 60-დან 90-მდე ერთეულს შეადგენს. რა თქმა უნდა, აშტ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა და რეითიონმა 2026 წლის თებერვალში ახალი შეთანხმებები გააფორმეს, რათა წლიურად 1000 ტომაჰოკის წარმოება დაიცვან. მაგრამ ამას დრო დასჭირდება და აშტ-ის შეიარარებული ძალების საჭიროებები ყოველთვის პრიორიტეტული იქნება. იაპონიისთვის ეს სიტუაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც საკუთარი თანამედროვე შეიარაღების განვითარების შესაძლებლობას აქვს. უკვე ვნახეთ მსგავსი რამ უკრაინის დაუსრულებელ ბრძოლაში, რომ პატრიოტის სისტემებისთვის სულ უფრო იშვიათი PAC-3 რაკეტები მოიპოვოს. მართალია, ირანთან ომი სულ უფრო დიდ ზეწოლას ახდენს აშშ-ის იარაღის მარაგებზე, რომლებიც მისი ყველა მოკავშირის თავდაცვის საფუძველს წარმოადგენს. შეგიძლიათ დაინახოთ, რატომ მოუწოდებენ სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები მთელი მსოფლიოდან, ევროკავშირიდან იაპონიამდე, იმგვარი იარაღის თვითმფრობისკენ, რომის განვითარებაც უკრაინას უკვე იძულებული გახდა. იაპონიის ახალი Type 25 რაკეტებმა უკვე საკმაოდ დამატებითი საფიქრალი მისცეს სი ძინპინს, კიმ ჩენ ინს და ვლადიმერ პუტინს. ჩინეთის სამხედრო ძალა შიგნიდან იშლება, რადგან ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი მასშტაბურ წმენდებს ატარებს მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ. არავინ ჩანს უსაფრთხოდ, რადგან ყველაზე პატივსაცემ გენერლებსაც კი ათწლეულების გამოცდილებით კარს უჩვენებენ. სი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა დაეხმარება უფრო ერთგული, თანამედროვე და ეფექტური არმიის შექმნაში. ის ცდება. მრავალი ექსპერტი კი ამტკიცებს, რომ მისი ქცევები არმიის საფუძვლიან ძალასა და ერთიანობას ანგრევს. ამით სახალხო განმათავისუფლებელ არმიას PLA-ს რამდენიმე ათწლეულით უკანცევს და ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს კრიზისში აგდებს, საიდანაც შეიძლება ვეღარასდროს გამოძვრნენ. ამიტომ რომ გავიგოთ ეს ამბავი, პირველი კითხვა რატომ? იმ დროს, როცა ჩინეთი აფართოებს თავის სამხედრო ძალას, აშენებს ყველაზე დიდ ფლოტს დედამიწაზე და აჩვენებს უფრო მეტ ძალას ვიდრე ოდესმე, რატომ უნდა გარისკოს სი ძინპინმა საკუთარი არმიის დესტაბილიზაცია? პასუხი ძალიან მარტივად, კონტროლში მდგომარეობს. 2017 წელს მე-19 პარტიის ყრილობაზე სი ძინპინმა წარმოადგინა გეგმა ნამდვილი მსოფლიო დონის სამხედრო ზონის შეფხედროძას შექმნისთვის. 2020 წლისთვის სი ძინპინს სურდა, რომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სახმელეთო ძალები სრულად მექანიზებული გამხდარიყო, მსოფლიო დონის ჯავშან ტექნიკითა და მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიებით, რაც ახალ სტრატეგიულ შესაძლებლობებს გახსნიდა. 2025 წლისთვის სი ძინპინი ელოდება, რომ სამხედრო ძალების სრული მოდერნიზაცია დასრულებული იქნება. 2059 წლისთვის, რაც ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეა, მსოფლიო დონის სტატუსი მიღწეული იქნება. მოდერნიზაციისა და უახლეს სისტემებში ინვესტირების გზესტირების გზით, სი ძინპინი იმედოვნებს, რომ ჩინეთის სამხედრო ძალა სრულად გამოიყენებს თავის პოტენციალს და გახდება ერთ-ერთი ყველაზე საშიში საბრძოლო ძალა, რაც კი ოდესმე შეკრებილა. შესაძლოა ის ვერასდროს გაუტოლდეს შეერთებული შტატების სამხედრო ძალას, მაგრამ სი ძინპინი მაინც ცდილობს მინიმუმ შეამციროს სხვაობა ამ ორ ქვეყანას შორის. თეორიულად, ეს ჩინეთს მეტ ძალასა და თავისუფლებას მისცემს, რომ თავისი გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები განახორციელოს, მათ შორის ბევრად განხილული ტაივანთან გაერთიანება, ქვეყნის მტრების ჩარევის ნაკლები რისკით. მაგრამ სი ძინპინს მხოლოდ უფრო ძლიერი და მაღალტექნოლოგიური სამხედრო ძალა არ სურს. მას ასევე უნდა, რომ ეს არმია იყოს დისციპლინის, პროფესიონალიზმისა და ერთგულების მაღალი სტანდარტების მქონე. მას არმია უნდა, რომელიც არასდროს ამბობს უარს, სადაც თითოეული წევრი, ყველაზე დაბალი რანგის ახალწეულიდან უმაღლესი რანგის ოფიცრამდე, სრულად ერთგულია მიზნის და მზადაა უსიტყვოდ და უხოხმანოდ შეასრულოს მართველი პარტიის ნებისმიერი ბრძანება. არმია, რომელსაც მხოლოდ ის და მხოლოდ ის აკონტროლებს. ასეთ არმიაში არ არის ადგილი თავისუფალი მოაზროვნეებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება წესრიგს დაარღვიონ, ან საერთო მიმართულებას არ გახვნენ. ამიტომ ასეთი ადამიანები სისტემატურად იშორებიან სწორედ ახლა, როცა ვსაუბრობთ. უკვე მე-3 მსოფლიო ომში ვართ, იმიტომ რომ იმის მიხედვით რაც წაიკითხავ, შეიძლება ისეთი შეგრძნება დაგჩეს, თითქოს სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ და სიახლეების თვალყურის დევნება უკვე აღარ არის ყველაზე რთული ნაწილი. სინამდვილეში რა არის მართალი, ამის გარკვევა ამთავარი. აი მაგალითად, ეს ამბავი, რომელიც პოლიტიკური სპექტრის თითქმის 200-მა წყარომ გააშუქა. ამბობენ, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის პორტების ბლოკადით ეკონომიკური ვაჭრობა სრულად შეაჩერეს 26 საათში. მაგრამ სულ ერთი წრით ადრე სხვა ამბავი, რომელიც ძირითადად თითქმის 80 წყარომ გააშუქა და მათი უმეტესობა მემარცხენეა, ამბობდა, რომ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა ბლოკადის პირველ დღეს თითქმის არ შეცვლილა. აბა, რომელი სიმართლეა? სრულიად შეჩერებულია, თუ თითქმის არანაირი შეფერხება არ ყოფილა, თუ ორივე შეიძლება იყოს მართალი? სწორედ ასეთი გაყოფილი გაშუქების გამო ვიყენებთ Ground News, რათა ვიყოთ ინფორმირებულები მსოფლიოს სხვადასხვა აქტიურ კონფლიქტებზე. თუ მხოლოდ ერთ ამ სათაურს ნახავდით, მხოლოდ ერთი პერსპექტივით დარჩებოდით და სრულიად განსხვავებული გაგება გექნებოდათ იმისა, რაც ხდება.
Ground News ყოველდღიურად ათასობით სიახლეს აგროვებს და თემების მიხედვით აწყობს, გაჩვენებთ მიკერძოებას, სანდოობასა და მფლობელობას თითოეული წყაროსთვის, რათა ყველა კუთხე ერთ ადგილას ნახოთ. ერთი ფუნქცია, რომელსაც ბოლო დროს ხშირად ვიყენებთ, არის blind spot. ის გაჩვენებთ ამბებს, რომლებსაც პოლიტიკური სპექტრის ერთი მხარე აქტიურად აშუქებს, ხოლო მეორე თითქმის არ ეხება. არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად სად გახართ. ექოკამერიდან გამოსვლა უფრო ზუსტ წარმოდგენას გაძლევთ იმის შესახებ, რაც სინამდვილეში ხდება. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ომის ნისლში გარღვევას ეხება. მიყრევით ground.news/military, ground.news/military show. Bulls ან დაასკანერეთ QR კოდი, რათა მიიღოთ 40%-იანი ფასდაკლება შეუზღუდავი ცდომის Vantage გეგმაზე. და ეს ამცირებს ფასს ისე, რომ ის ერთი ფინჯანი ყავის ღირებულებაზე ნაკლებია. ასე რომ, სცადეთ Ground News თავად. ეს დაიწყო 2022 წელს და გაგრძელდება 2026 წლამდე. სი ძინპინმა ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობის უპრეცედენტო წმენდა მოაწყო. ასზე მეტი მაღალი რანგის ოფიცერი და ათეულობით გენერალი და გენერალ-მაიორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო კიდევ ათეულობით მათგანი ამჟამად დაკარგულად ან გამოძიების ქვეშ მყოფად ითვლება. ესენი უბრალოდ შემთხვევითი ოფიცრები ან შედარებით დაბალი რანგის პირები არ არიან. ისინი ჩინეთის ყველაზე გამოცდილი სამხედრო ლიდერები არიან. მაგალითად, 2024 წლის ბოლოს ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვეი ფენხე კორუფციის ბრალდებით გამოიძიეს და საბოლოოდ გააძევეს ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან, ჩკეპედან. მას გენერლის წოდება რაკეტების ძალებში ჩამოართვეს. ვეი ფენხეს მემკვიდრე ალი შანშამფუ ასევე საიდუმლოდ გაქრა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან 2023 წელს, სანამ თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ და პარტიიდან გააძევებდნენ, რითაც ეროვნული თავდაცვის მინისტრობის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადით მსახურების რეკორდი დაამყარა. Liu Yiqiu, სახალხო განმათავისუფლებელი არმიის რაკეტური ძალების სარდალი, კიდევ ერთი გავლენიანი ფიგურა იყო, რომელიც დაეცა. ის ოფიციალურად გააძევეს პარტიიდან 2024 წლის ივლისში. და 2025 წელს წმენდა კიდევ უფრო დაჩქარდა. მრავალი გენერალი, მათ შორის ჰეი ვეი ვეიდონგი და მიაო ხუა, დაადანაშაულეს იმაში, რასაც ჩინეთის კომუნისტური პარტია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს უწოდებს. 2026 წელს ამ ტენდენციის შემცირების არანაირი ნიშანი არ გამოჩენილა. სინამდვილეში იანვარში ჩინეთმა გამოაცხადა თავისი ცენტრალური სამხედრო კომისიის ორი უმაღლესი გენერლის, ლიაო ჟენლისა და ძიან იუშას, გადაყენების შესახებ. ლიაო მთელი თავისი ცხოვრება სამხედრო საქმეს მიუძღვნა. 1983 წელს ჩაირიცხა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიაში და 1 წლის შემდეგ დაამთავრა არმიის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი. შემდეგ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩინეთ-ვიეტნამის კონფლიქტებში, რომლებიც გაგრძელდა 1980-იანი წლებიდან 1991 წლამდე და სახელდანთქულია იმით, რომ მან წარმატებით დაიცვა პოზიციები არანაკლებ 36 ცალკეული ვიეტნამური შეტევის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში სამხედრო იერარქიაში წინ მიიწევდა 2009 წელს 65 არმიის ჯგუფის შტაბის უფროსი გახდა. 2015 წელს სახალხო შეიარაღებული პოლიციის შტაბის უფროსი გახდა. იმავე წელს PLA-ის სახმელეთო ძალების შტაბის უფროსი გახდა, ხოლო 2023 წელს ცენტრალური სამხედრო კომისიის გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტის შტაბის უფროსი. ჟანგმა წარმატებული კარიერა ჰქონდა. გენერალ ჟან ჟონგშენის ვაჟი, რომელიც ასევე წარმატებული და დაჯილდოებული ფიგურა იყო PLA-ში, ჟანგი 1968 წელს შეუერთდა სამხედრო ძალებს და მონაწილეობა მიიღო ჩინეთ-ვიეტნამის ომში. იქ, როდესაც ის მხოლოდ 20-იან წლებში იყო და ასეულის მეთაურად მსახურობდა, ჟანგმა საოცარი ტაქტიკური უნარები გამოავლინა, რაც ბევრად აღემატებოდა მის ასაკს. მისი დანაყოფი ადგილზე მიამწყვდიეს, როდესაც ისინი გამაგრებულ ბორცვზე შეტევას ცდილობდნენ. გააცნობიერა რა, რომ ფრონტალური შეტევის ნებისმიერი დამატებითი მცდელობა აუცილებლად წარუმატებელი იქნებოდა, ჟიანგმა გაბედული თხოვნა წამოაყენა. მან მთლიანი ბატალიონი მოითხოვა, რომელიც მისი დანაყოფის ზომაზე 4-ჯერ დიდი იყო, რათა ჯუნგლებში ფლანგური მანევრი განეხორციელებინა. საბოლოოდ პოლკის მეთაურმა თხოვნას დაუჭირა მხარი და მოულოდნელმა იერიშმა შედეგი გამოიღო. ვიეტნამელთა თავდაცვა გარღვეული იყო, ხოლო ჩინელმა ჯარისკაცებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს. მხოლოდ 5 წლის შემდეგ ძიანგი ხელმძღვანელობდა მთავარ იერიშს ლაოთიანის ბრძოლაში, რომელიც მთელი ჩინეთ-ვიეტნამის სასაზღვრო ომის ყველაზე დიდი შეტაკება იყო. კიდევ ერთხელ, მისი ტაქტიკა როგორც თამამი, ასევე ამბიციური იყო. მისი სტრატეგია, რომელიც მოიცავდა სამხედროების პირველ სრულ ქვეითთა და артиლერიის კოორდინაციის გეგმას, კულტურული რევოლუციის შემდეგ გულისხმობდა артиლერიის უზარმაზარ მხარდაჭერას. ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი პოლკის მეთაური ჩვეულებრივ მოითხოვდა, ან რისი მიღების უფლებაც ექნებოდა. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ ჯიანგის ჯარებმა ვიეტნამელების მასიური კონტრშეტევა მიიღეს, მათ შეძლეს პოზიციის შენარჩუნება 6 მტრის პოლკის წინააღმდეგ, რაც დიდწილად артиლერიის მხარდაჭერის დამსახურება. მან დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და დაიმსახურა შემდგომი მრავალი დაწინაურება.
ჯიანგი 1997 წელს გენერალ-მაიორი გახდა. 2007 წელს გენერალ-ლეიტენანტი, ხოლო 2011 წელს გენერალი. 2017 წელს მას მიენიჭა პრესტიჟული თანამდებობა, ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. თუმცა 2025 წლის ბოლოს ის საზოგადოებრივი თვალსაჩინარიდან გაუჩინარდა. შემდეგ იანვარში ის და লিაო ოფიციალურად გადააკენეს თანამდებობებიდან. მოულოდნელად მათი მრავალწლიანი გამოცდილება არაფრად იქცა. მათი მთელი სამსახური, თავგანწირვა და პრესტიჟი ერთ ღამეში გაქრა. სი და მისი ყველაზე ერთგული მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი კეთილშობილური მიზნისთვის გაკეთდა. ოფიციალური პარტიული პოზიცია, რომ ამ მასობრივი გადაყენებები სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ არ წარმოადგენს პოლიტიკურ წმენდას. ეს უბრალოდ პეკინის მიერ კორუფციასთან ბრძოლის შედეგია. ჩინეთის კომუნისტური პარტია ამტკიცებს, რომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას სერიოზული და ხანგრძლივი კორუფციის პრობლემა ჰქონდა, რაც მოიცავდა ოფიცრების მიერ თანხების მითვისებას, თანამდებობების ყიდვას, დოკუმენტების გაყალბებას და ასე შემდეგ. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც ამ არგუმენტს ამყარებს. და როგორც სი ძინპინის მხარდამჭერები აღნიშნავენ, კორუმპირებული არმია ვერასდროს მიაღწევს იმ უმნიშვნელოვანეს მსოფლიო დონის სტატუსს, რომელსაც ჩინეთი ისახავს მიზნად. არმია ვერასდროს მიაღწევს სანდოობისა და ხარისხის იმ მაღალ სტანდარტებს, რომელსაც ის ესწრაფვის, თუ მასში ოფიცრები არიან, რომლებიც რეგულარულად იტყუებიან, იპარავენ და თაღლითობენ. შედეგად პარტია აცხადებს, რომ სხვა გზა არ დარჩა გარდა იმისა, რომ გამოეძიებინა და დაესაჯა ისინი, ვინც წესები დაარღვია. ჩინეთის კომუნისტური პარტია ასევე ამტკიცებს, რომ პარტიამ ყოველთვის სრულად უნდა აკონტროლოს არმია. არ შეიძლება არსებობდეს გადატრიალების ამ ბრძანების დანაწევრებული ჯაჭვების რისკი, რაც კიდევ ერთი სავარაუდო არგუმენტია მაღალი რანგის ოფიცრების თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მათი შეცვლისთვის ისეთ პიროვნებებზე, რომლებსაც შეიძლება ნაკლები გამოცდილება ჰქონდეთ, მაგრამ უფრო ერთგულებად და სანდოდ მიიჩნევენ. თუმცა ბევრი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ პარტიის პოზიცია დეტალურ ანალიზს ვერ უძლებს. მაგალითად, ჯეიმსთაუნის ფონდი გამოაქვეყნა ვრცელი ანალიზი სათაურით ჯიანგ იოშუას განსხვავებების სი ძინპინთან, მისი წმენდის მიზეზი გახდა, სადაც სხვადასხვა ოფიციალური ჩინური წყაროს ღია მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებენ ამას. ბრალდებები ჯიანგ იოშუას, ისევე როგორც შესაძლოა წმენდაში გარეულ სხვა პირების მიმართ, ნაკლებად უკავშირდება კორუფციას და უფრო მეტად სი ძინპინის პოლიტიკასთან უთანხმოებებს ეხება. კერძოდ, ანგარიში აღნიშნულია, რომ როგორც ჯიანგი, ასევე লিაო ეწინააღმდეგებოდნენ მითითებებს, რომლებიც მათ არარეალურად მიაჩნდათ. განსაკუთრებით 2027 წლისთვის ტაივანზე შესაძლო შეჭრის საკითხში, სადაც ჯიანგი ამტკიცებდა, რომ 2025 წელი ბევრად უფრო რეალისტური მიზანი იყო. ამიტომ ჩანს, რომ სი ძინპინი აუცილებლად კორუფციას კი არ სჯის, არამედ დაუმორჩილებლობას. აშორებს ყველას, ვინც გაბედავს და უარს ეტყვის მას. როგორც ელენა ლეგარდა, მერიქსის მკვლევარი ამბობს, ჯიანგისა და লিაოს გაწმენდის შემდეგ ოფიციალური ნარატივები ნათლად აჩვენებს, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ხასიათის იყო და ეფუძნებოდა სი ძინპინისა და მისი მიზნებისადმი რეალურ ან აღქაქმულ ერთგულების ნაკლებობას. მაგრამ იმ ადამიანების მოცილებით, ვინც შეიძლება მას შეეწინააღმდეგოს, ბევრი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ სი ძინპინი მნიშვნელოვნად ასუსტებს ჩინეთის სახალხო არმიას და ძირს უთხრის საკუთარ ამბიციებს, რომ მსოფლიო დონის სამხედრო ძალა შექმნას. მაგრამ სანამ ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ, სწორედ ამიტომ ვქნით სამხედრო გადაცემას, რათა ავხსნათ, როგორ მოძრაობს რეალურად ძალაუფლება. თუ აქ პირველად ხართ, გამოიწერეთ არხი, რომ შემდეგი ვიდეო არ გამოგრჩეთ. ზედაპირზე ჩანს, თითქოს სი ძინპინი ერთდროულად ასუფთავებს კორუმპირებულ ოფიცრებს და ამავე დროს იშორებს იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში მის ავტორიტეტს დააზიანებდნენ. თუ უფრო ღრმად დავაკვირდებით, მისი ნამდვილი მიზანი იწყებს გამოჩენას. ის მხოლოდ ცალკეულ პირებს არ ესხმის თავს, არამედ კავშირებს, არაფორმალურ, მაგრამ მნიშვნელოვან ძალაუფლების ქსელებს, რომლებიც სხვადასხვა ადამიანს და ჯგუფს აერთიანებს სამხედროებში. ჩინურად ცნობილია როგორც გუანგსი. ასეთი ტიპის ქსელები ერთგვარად ან სხვაგვარად ყველა არმიაში არსებობს, მთელ მსოფლიოში. ისინი ბუნებრივი და თითქმის გარდაუვალი შედეგია იმისა, თუ როგორ მუშაობს სამხედრო სამყარო. მაგალითად, ჯარისკაცები, რომლებიც ერთდროულად იწვევიან და საბაზისო მომზადებას ერთსა და იმავე ობიექტში გადიან, ყოველთვის იზიარებენ გარკვეულ ნათესაობას. უფროსი ოფიცრები ხშირად მენტორობენ ყველაზე პერსპექტიულ ჯარისკაცებს თავიანთი დაქვემდებარების ქვეშ და ინარჩუნებენ კავშირს მათთან. თუნდაც ისინი მოგვიანებით სხვა დანაყოფებში ან ადგილებში გადავიდნენ თავიანთი კარიერის განმავლობაში. ადამიანები, რომლებიც ერთად მსახურობენ, ბუნებრივად ამყარებენ კავშირებს და ხშირად მზად არიან მომავალში დაეხმარონ ან იზრუნონ ერთმანეთზე, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ სამხედროები ქავალზე თითქოს მხოლოდ წოდებებით, ბრძანებებითა და ოფიციალური სარდლობის ჯაჭვებით იმართებიან, არსებობს ურთიერთობების ფარული ფენა, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ მუშაობს ყველაფერი. ეს განსაკუთრებით მართებულია ისეთი დიდი და რთული არმიისთვის, როგორიც ჩინეთისაა, სადაც გუანგსი ოფიციალურად აღიარებული ან რეგულირებული არ არის, მაგრამ ჩუმად აყალიბებს მთელი სისტემის ფუნქციონირების წესს. მაგალითად, როდესაც ჩინელ ჯარისკაცს პრობლემა აქვს, მას შესაძლოა არ სურდეს ოფიციალური არხებით სარგებლობა, რადგან იქ ხშირად არის დაყოვნებები და ბიუროკრატია. ის შეიძლება ნაცვლად ამისა დახმარებისთვის თავის ყოფილ მეთაურს მიმართოს, ან ყოფილ რაზმის წევრს დაუკავშირდეს. პერსონალის თვალსაზრისით ამ სისტემას მრავალი სარგებელი აქვს.
ხშირ შემთხვევაში ეს უფრო სწრაფი და მარტივია. მაგალითად, სამხედროებისთვის, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ და ენდობიან, ერთმანეთის დახმარება ისე, რომ სისტემური პროცედურები, ბიუროკრატიული ბარიერები და დამტკიცების პროცესები არ გაიარგო. გუანგსი უზრუნველყოფს ნდობას, ხელს უწყობს კომუნიკაციას და ანაზღაურებს ზედმეტად მკაცრი და ხისტი ზემოდან მართული სტრუქტურების ნაკლოვანებებს, რომლებიც PLA-ში არსებობს. მართლა ასეა. War on the Rock-ში გამოქვეყნებულ სტატიაში Jamestown-ის ფონდის თანამშრომელი და ჩინეთის სამხედრო ექსპერტი Christopher Nye აღნიშნავს: ჩინეთში არაფორმალურ ქსელებზე დაყრდნობა არის ის გზა, როგორითაც ოფიცერი რეალურად ახერხებს სისტემაში ორიენტირებას. ეს არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი უზრუნველყოფს დაწინაურებას, იღებს პოლიტიკურ თავშესაფარს გამოძიების დროს და თუნდაც აწარმოებს მოლაპარაკებებს საბრძოლო ველის ხელმძღვანელობაზე ან პრიორიტეტულ ამუნიციაზე. ეს გუანგუანსი ერთიანდება Colgat, აუცილებელ პატრონაჟის ინფრასტრუქტურად, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და რესურსებს, რაც საჭიროა ტოტალიტარულ პარტიულ სახელმწიფოში ფუნქციონირებისთვის. მაგალითად, სწორედ გუანგუანსის თხალობით შეძლო ჯანგ იუშამ დაემტკიცებინა სრული ბატალიონის გამაგრება და მთელი საარტილერიო მხარდაჭერა, რაც სურდა სინო-ვიეტნამური ომის დროს. ის ცნობილი და პატივსაცემი გენერლის შვილი იყო. მას ჰქონდა კავშირების ქსელი და მან სთხოვა დახმარება იმ ადამიანებს, ვინც იცნობდა მისი მამის სახელს. მოგვიანებით თავის კარიერაში ჯიანგმა გააგრძელა თავისი კავშირების გამოყენება მიზნების მისაღწევად. მაგალითად, 2000-იანი წლების ბოლოს, როდესაც შენიანგის სამხედრო ოლქის სარდლად მსახურობდა, ჯიანგი ხელმძღვანელობდა სამხედრო საცხოვრებელი სახლების პროგრამას, რომელიც გულისხმობდა სამხედრო მიწების გამოყოფას და მასშტაბური სამშენებლო შეთანხმების დადებას ადგილობრივ ხელისუფლებასა და კომერციულ დეველოპერებს შორის. ეს ძალიან სასარგებლო იყო სამხედრო პერსონალისთვის, რადგან ათასობით ოფიცრისთვის აუცილებელი საცხოვრებელი უზრუნველყოფდა და ჯიანგმა ეს ისე გააკეთა, რომ გვერდი აუარა იმ ფორმალურ შეზღუდვებს, რომლებიც ასეთ მიღწევას თითქმის შეუძლებელს გახდიდა. ჩინეთის სამხედრო ისტორიის განმავლობაში უამრავი მსგავსი ისტორია არსებობს, სადაც პირადმა კავშირებმა პერსონალს ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვაში ან ისეთი მიზნების მიღწევაში დაეხმარა, რაც უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, რომ სისტემის მკაცრი წესებით ემოქმედათ. მაგალითად, მაღალი რანგის მეთაურებს შეეძლოთ საკუთარი გუანგსის ქსელში ყველაზე ნიჭიერი და ამბიციური ახალწეულების ამოცნობა და მათი უფრო მაღალ პოზიციებზე დაწინაურება. ოფიცრებმა ასევე გამოიყენეს თავიანთი კავშირები იარაღის შეძენიდან დაწყებული, დეპარტამენტთაშორისი კოორდინაციით დამთავრებული სხვადასხვა საკითხში დასახმარებლად. სინიკოსები შეიძლება ამტკიცებდნენ, რომ ასეთი კავშირები იწვევს მიკერძოებას ან დისბალანსს სამხედრო სისტემაში. ისინი, ვინც უკეთ იცის, ამტკიცებენ, რომ ეს ქსელები ბუნებრივი და ჯანსაღი პროდუქტია ამ სისტემის. ისინი გარდაუვალი შედეგია იმისა, როცა ადამიანი თავს უძღვნის სამხედრო სამსახურს. სამხედროები ყველა დონეზე ყოველთვის დაამყარებენ კავშირებს მათ გარშემო მყოფ ადამიანებთან და ოფიცერი, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობას, მენტორობს დაქვემდებარებულებს, აჯილდოებს მათ, ვინც თავს იჩენს და ნდობას ამყარებს სხვადასხვა განყოფილებებს შორის, არ არღვევს არანაირ წესს. მან მაქსიმუმი გააკეთა მისთვის მინიჭებულ როლში. სამწუხაროდ, სიასე არ ფიქრობს. როგორც ნი აღნიშნავს, ჩინეთის ლიდერს აქვს მიდრეკილება, მუდმივად ეჭვის თვალით უყუროს არაფორმალურ ქსელებს. მისთვის ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი გუანგსისთან დაკავშირებით, რადგან თუ მაღალი რანგის ოფიცრები საკუთარ კავშირებსა და ჯგუფებს შექმნიან, მათ შეუძლიათ ძალაუფლება გაამყარონ და პარტიის ბრძანებებს არ დაემორჩილონ, ან არმია ისე ჩამოაყალიბონ, როგორც თავად სურთ და არა როგორც მას სურს. სი ჯინპინის იდეალური არმია არის ისეთი, სადაც უმაღლესი სარდლობა დანაწევრებულია, ოფიცრები და ჩინოვნიკები კი კომპეტენტურები, ადვილად შესაცვლელები და უკიდურესად ერთგულები არიან მხოლოდ უმაღლესი ლიდერის მიმართ. მას არ უნდა, რომ ისინი ერთმანეთთან კავშირებს ამყარებდნენ, ან ხანდახან წესებს არღვევდნენ, დროის დასაზოგად, ან ერთმანეთის დასახმარებლად. მას სურს სისტემა, რომელიც მკაცრად რეგულირებულია და სრულად პროგნოზირებადი, სადაც თითოეული თანამშრომელი, მიუხედავად მათი გამოცდილებისა თუ მაღალი თანამდებობისა, ყოველთვის ზუსტად ასრულებს იმას, რასაც ეუბნებიან. ამიტომაც ის აცილებს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ხედვას არ შეესაბამებიან და ამავე დროს ანგრევს არაოფიციალურ ქსელებს. მას აშკარად გონია, რომ ეს სწორი ნაბიჯია, ერთადერთი გზა თავისი მიზნების მისაღწევად. რეალურად ეს უფრო მეტ ზიანს აყენებს ვიდრე სარგებელს, რადგან როცა ასე მოკლე დროში ამდენ უფროს ოფიცერს ათავისუფლებ, უბრალოდ ინდივიდებს კი არ აშორებ, არამედ ანგრევ იმ სისტემას, რომელსაც ისინი აერთიანებდნენ. ესენი რიგითი ჯარისკაცები არ არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც 10 წლეულების სარდლობის გამოცდილება აქვთ და უმაღლეს დონეზე კომპეტენტურობისა და წარმატების დამტკიცებული ისტორია აქვთ. ამგვარი გამოცდილება და მასთან დაკავშირებული უნარები ერთ დღეში არ ჩნდება. გენშტაბის უფროსების მზა შემცველები უბრალოდ არ ელოდებიან კულისებში. მზად არიან და შეუძლიათ უპრობლემოდ დაიკავონ მაღალი თანამდებობები ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამხედრო ძალაში, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. რომ ზედამხედველობა გაუწიონ რთულ ოპერაციებს, შეათანხმონ სტრატეგია სხვადასხვა სამხედრო სახეობებს შორის და მიიღონ სიცოცხლესა და სიკვდილთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ზეწოლის ქვეშ. სი აქტიურად იძიებს, აპატიმრებს და აძევებს იმ მცირერიცხოვან ადამიანებს, რომლებიც ასეთ როლებს შეასრულებდნენ იმ მსოფლიო დონის სტანდარტით, რომელსაც ის ესწრაფვის.
და ის მათ ანაცვლებს ადამიანებით, რომლებიც შეიძლება უფრო ერთგულები იყვნენ და ნაკლებად წავიდნენ მის ზურგს უკან. მაგრამ ამავდროულად მათ არ აქვთ იმავე დონის ნდობა, ავტორიტეტი და პატივისცემა. ახალ მეთაურებს ნიშნავენ ისეთ პოზიციებზე, რომლებსაც არ იცნობენ, იღებენ ორგანიზაციებს, რომლებიც თავად არ შეუქმნიათ და გუნდებს, რომლებიც სრულად არ ენდობიან და მათ სთხოვენ იმოქმედონ ყველაზე მკაცრი და შეზღუდული წესების მიხედვით, სადაც ერთი მცდარი ნაბიჯიც კი შეიძლება კარიერის დასასრული იყოს. მაშ რა მოხდება შემდეგ? ეს ახალი მეთაურები ზედმეტად ფრთხილები ხდებიან. ისინი მოქმედებენ უკიდურესი სიფრთხილით, მუდმივად ეშინიათ არასწორი ნაბიჯის გადადგმის, არასწორი სიტყვის თქმის, ან თუნდაც არასწორ ადამიანთან ერთად გამოჩენის. ისინი ორჯერ ამოწმებენ ყველაფერს. თავიდან იცილებენ ყველაზე მცირე რისკსაც კი და ყველა პროცედურას ზედმიწევნით ასრულებენ. ნელ-ნელა ეს გარდაულად იმოქმედებს ჩინეთის სამხედროების ფართო კულტურაზე. საბოლოოდ დიდი ალბათობით საქმე იქამდე მივა, რომ ყველა დონეზე პერსონალი ნაკლებად იქნება ორიენტირებული შედეგზე ან სრულყოფილებაზე და უფრო მეტად საკუთარ გადარჩენაზე იფიქრებს. და როცა ეს მოხდება, სწორედ ის ძალა, რომლის დემონსტრირებაც ჩინეთს სურს, გარდაულად დაიწყებს ღვევას. რადგან თანამედროვე ომი სისწრაფეს, ინიციატივას და გაბედული გადაწყვეტილებების მიღების უნარს მოითხოვს. მაგრამ ჩინეთი ქმნის არმიას, რომელსაც ეს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი არ გააჩნია. არმია, რომელიც ნელია, მერყევი და შიშით არის შეპყრობილი. რაც უფრო შორს წავა სიამ გზაზე, მით უარესად შეიძლება განვითარდეს ყველაფერი. როდესაც მისი სამხედრო ძალა უფრო დისციპლინირებული და ერთგული ხდება, ასევე სავარაუდოა, რომ ის ნაკლებად გულწრფელი გახდება. რეალური უკუკავშირი გაქრება, განსხვავებული აზრის ნამდვილი ხმები დადუმდება და აღარ იქნებიან ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან ხმამაღლა თქვან, რომ რაღაც კარგი იდეა არ არის, ან გეგმა შეიძლება ხარვეზიანი იყოს. ამის ნაცვლად CS ეყოლება მლიქვნელ და არმია, რომლებიც მის ყოველ ნაბიჯს აქებენ და შიშით ვერ გაბედავენ თუნდაც უმცირესი უთანხმოების გამოხატვას. ეს უკიდურესად საშიში დინამიკაა, რადგან თუ იქ არავინ იქნება, ვინც სიმართლეს იტყვის, ჩინეთმა შეიძლება მნიშვნელოვანი სამხედრო გადაწყვეტილებები თხუილებზე დაყრდნობით მიიღოს. როდესაც ის უფრო მეტად დარწმუნდება თავისი ქვეყნის შესაძლებლობებში, მაგალითად, CM შეიძლება ტაივანზე თავდასხმა მოსალოდნელზე უფრო ადრე დაიწყოს. რაც ძალიან მარტივად შეიძლება გადაიქცეს გაცილებით დიდი კონფლიქტის კერად, ჩაითრიოს სხვა ქვეყნები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის შეერთებული შტატები და ევროპა, და პოტენციურად გამოიწვიოს გლობალური კონფლიქტი, რომლის თავიდან აცილებასაც მსოფლიო 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდა. და ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ქედმაღლობისა და იმის უუნარობის ბრალია, რომ ვერ შეეგუოს იმ აზრს, რომ ვინმემ შეიძლება მისი დომინანტობა შეარდიოს. Xi Jinping სურს შექმნას იდეალური სამხედრო ძალა, რომელიც იქნება თანამედროვე, დისციპლინირებული და უკიდურესად ერთგული. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამას მიაღწიოს. აშორებს მათ, ვისაც კონკურენტებად მიიჩნევს, ამკაცრებს კონტროლს და მთლიანად ცვლის სისტემას ზემოდან ქვემოთ. მაგრამ ეგრეთ წოდებულ კორუფციის აღმოფხვისას ის ასევე ანადგურებს მოქნილობას. არაფორმალური ქსელების განადგურებით კი ანადგურებს ნდობას. და ერთგულების მოთხოვნით ის აქვეითებს გულწრფელობას. ამ ყველაფრის შედეგები შეიძლება მშვიდობიან პერიოდში ასე აშკარად შესამჩნევი არც იყოს. მაგრამ როდესაც კონფლიქტი დაიწყება, რაც თითქმის უეჭველია, იმ ზიანის დამალვა, რაც მან მიაყენა, შეუძლებელი იქნება. 10 წლეულების განმავლობაში გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და ბომბდამშენებისთვის ჰაერიდან გასაშვები რაკეტების სტარებისა და გაშვების მხოლოდ ორი გზა არსებობდა. ან რაკეტები ბომბდამშენის ბომბების განყოფილებაში შიგნით იყო მოთავსებული, ან გარედან ფრთების ქვეშ პილონებზე სპეციალური სამაგრებით იყო მიმაგრებული. ეს ორი მეთოდი იყო და კვლავაც არის ძალიან ეფექტური. შეზღუდული მხოლოდ იმით, რამდენ რაკეტას შეუძლია კონკრეტულ თვითმფრინავს ერთ მისციაზე ტარება და რამდენი თვითმფრინავია ჩართული კონკრეტულ ოპერაციაში. ეხლა ASHM-ს კანტოლება თავდაყირა დააყენა. პენტაგონმა შეიმუშავა გენიალური ახალი სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის იმ თვითმფრინავების რაოდენობას, რომლებსაც შეუძლიათ ფრთოსანი რაკეტების გაშვება და ასევე იმ რაკეტების რაოდენობას, რომელსაც ისინი ტარებენ. Rapid Dragon სისტემა. ეს ნამდვილად თამაშის წესების შემცვლელად გამოიყურება, განსაკუთრებით ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ASHM აქტიურად ეძებს ახალ გზებს ჩინეთის საჰაერო თავდაცვების დასაძლევად და განეიტრალებისთვის. რაც კიდევ უფრო კარგია, Rapid Dragons არ სჭირდება ძვირადღირებული ახალი აღჭურვილობის შექმნა ან არსებული ტექნოლოგიის რაიმე სერიოზული მოდიფიკაცია. სინამდვილეში ეს იდეა იმდენად ლოგიკურია, რომ გიკვირს, რატომ არავის უფიქრია ეს აქამდე. აი რა ხდის Rapid Dragons ესეთ უნიკალურს და როგორ შეუძლია მას ძალთა ბალანსი შორეულ აღმოსავლეთში გადამწყვეტად ASHM-ის სასარგებლოდ შეცვალოს. 2023 წელს ASHM-ში საჰაერო ძალების კვლევითმა ლაბორატორიამ Rapid Dragon-ი განსაზღვრა, როგორც პალეტიზებული საბრძოლო მასალების ექსპერიმენტული კამპანია, რომელიც იკვლევს არსებული სატვირთო თვითმფრინავებიდან, როგორიცაა C-130 და C-17 თვითმფრინავის მოდიფიკაციის გარეშე, გრძელდისტანციური პალეტიზებული საბრძოლო მასალების ჰაერიდან ჩამოგდების შესაძლებლობასა და ოპერაციულ უპირატესობებს. უბრალოენით რომ ვთქვათ, Rapid Dragon-ი სატვირთო თვითმფრინავებს გარდაქმნის იარაღის მატარებლებად, რომლებსაც შეუძლიათ ფრთოსანი რაკეტებისა და პოტენციურად სხვა დისტანციური ან თვითდაცვითი იარაღის გაშვება პალეტებზე თვითმფრინავის უკანა სატვირთო რემპიდან.
სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ის სატვირთო თვითმფრინავს ბომბდამშენად აქცევს, რომლის იარაღის ტევადობა თეორიულად მხოლოდ იმით იზღუდება, რამდენი პალეტი დაეტევა სატვირთო განყოფილებაში. სატვირთო თვითმფრინავები მტერზე ბომბების დასაგდებად მინიმუმ მეორე მსოფლიო ომის დროიდან გამოიყენებოდა. მაგალითად, ვარშავის დაბომბვის დროს 1940 წელს გერმანელები Ju-52 ტიპის სატვირთო თვითმფრინავებს დამხმარე ბომბდამშენებად იყენებდნენ. აშშ-მ დაიწყო CS-30 ტიპის სატვირთო თვითმფრინავების გამოყენება Blue-82 Daisy Cutter-ის დასაგდებად ვიეტნამის ომის დროს და ამ ტექნიკას აგრძელებდა 1991 წლის ერაყის ომშიც. და ავღანეთში უფრო დიდი GBU-4 3B Moab ბომბებით. მაგრამ ესენი ბომბებია და არა რაკეტები. თვითმფრინავებს ბევრად უფრო ახლოს უნდა მიფრინავდნენ სამიზნეებთან, რომ ისინი ჩამოაგდონ, ვიდრე stand-off ტიპის საკრუიზო რაკეტების გაშვებისას. რისკები მისაღებია, მაშინ როცა მტერს, მაგალითად თალიბანს ავღანეთში, სუსტი საჰაერო თავდაცვა აქვს. მაგრამ როცა საქმე გვაქვს მრავალფენოვან და თანამედროვე თავდაცვებთან, როგორიცაა ჩინეთში და მის გარშემო, წინათაობების მასიური დაბომბვები ხშირად მიუღებელ რისკებს უქმნის თვითმფრინავებს, რომლებიც ამ ბომბებს აგდებენ. ამიტომ გაჩნდა stand-off ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც შეიძლება გაუშვას საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების არედან გარეთაც კი და კიდევ უფრო თანამედროვე გამანადგურებლები და ბომბდამშენები, რომლებსაც მათი გაშვება შეუძლიათ. მაგრამ გაშვების შეზღუდული შესაძლებლობის პრობლემა ისევ რჩება. ეხლა უბრალოდ ვერ გადმოაგდებ რაკეტებს სატრანსპორტო თვითმფრინავის კარიდან ისე, როგორც ამას სრიალა ბომბებით აკეთებ. მიუხედავად ამისა, აშშ ვიეტნამის დროიდანვე ცდის სხვადასხვა მეთოდებს, როგორ გაუშვას რაკეტები სატვირთო თვითმფრინავებიდან. 1964 წელს აშშ-მ ფაქტობრივად აჩვენა, რომ შესაძლებელია ICBM-ის გაშვება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან, როდესაც საცდელი გაშვება განახორციელა. 47 ფუტიანი, 88,000 ფუნტიანი LGM-30 მინიტმენი ჰაერიდან ჩამოაგდეს C5A გალაქსიდან. შემდეგ ათწლეულში B1 ბომბდამშენის უფრო იაფი ალტერნატივა, რომელიც ცნობილია როგორც საკრუიზო რაკეტების გადამზიდავი თვითმფრინავი, ანუ CMCA, შეიქმნა. იდეა იყო Boeing 747-200 სატვირთო თვითმფრინავების გადაკეთება სპეციალური დანიშნულების საკრუიზო რაკეტების გამშვებ პლატფორმებად, რომლებსაც 50-დან 100-მდე AGM-86 ALCM რაკეტის ტარება შეეძლებოდათ. რაკეტები სწრაფად გაეშვებოდა ფიუზელაჟის კუდის გვერდზე დამონტაჟებული მბრუნავი გამშვების სისტემით და მიზანში მოხვედრას უზრუნველყოფდა ბორტზე არსებული საკონტროლო სისტემა. CMCA სრულად არასდროს განვითარდა, მაგრამ Rapid Dragon იგივე ძირითად იდეაზეა დაფუძნებული და არსებული თვითმფრინავების დაბალ ფასად დისტანციურ იარაღის პლატფორმებად გადაკეთებას გულისხმობს. ძირითადი კონცეფცია, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა, პირველად 2003 წელს შეისწავლეს საჰაერო ძალების ტექნოლოგიის ინსტიტუტის მაგისტრატურის სტუდენტებმა, როდესაც მათ სატრანსპორტო თვითმფრინავების უკანა ნაწილიდან რაკეტები პარაშუტიანი პლატების გამოყენებით გაუშვეს. ეს იდეა კიდევ უფრო განვითარდა 2010-იან წლებში და საბოლოოდ Rapid Dragon-ის შექმნით დასრულდა. პროგრამა პირველად 2019 წელს წარადგინეს და შემდგომში 2020-დან 2021 წლამდე აშშ-ის საჰაერო ძალების განვითარების ჯგუფებისა და ინდუსტრიული პარტნიორების გუნდმა კიდევ უფრო განავითარა. 2021 წელს ნიუ-მექსიკოს თეთრი ქვიშების სარაკეტო პოლიგონზე ჩატარებულმა საწყისმა ტესტებმა დაადასტურა წარმომადგენელი რაკეტების გაშვება როგორც C-17A, ასევე ECG-130SJ თვითმფრინავებიდან. 2021 წლის ბოლოსთვის კონცეფცია მზად იყო ცოცხალის როლის ტესტირებისთვის. 2021 წლის 16 დეკემბერს მექსიკის ყურეში ჩატარებულ პირველ და საბოლოო ცოცხალის როლის ტესტზე შეიარაღებულმა Rapid Dragon-მა სამიზნის მონაცემები მიიღო შორეული მართვის პუნქტიდან ფრენის დროს MC-130 სატვირთო თვითმფრინავზე. შემდეგ მან ეს მონაცემები გამოიყენა თავისი შეიარაღებული AGM-158B Joint Air to Surface Standoff Missiles, ანუ JASSM-ის სამიზნეზე დასამიზნებლად. რაკეტა ჰაერიდან ჩამოაგდეს და წარმატებით გაათავისუფლა თავისი ტვირთი. ცოცხალმა რაკეტამ კი საზღვაო სამიზნე გაანადგურა. თითქმის 1 წლის შემდეგ 2022 წლის ნოემბერში ევროპულ თეატრში პირველი ცოცხალის როლა განხორციელდა. ჯაზემის ჰაერიდან ჩამოგდების დემონსტრაცია MCU-30J-დან Rapid Dragon-ის პალეტით ჩატარდა ნორვეგიაში, უნდოიას კოსმოსურ საცდელ პოლიგონზე. Atrius 2022 სამხედრო წვრთნების ფარგლებში. და ახლა 2026 წელს ექსპერიმენტული ფაზა დასრულებულია და Rapid Dragon მზადაა მოქმედებისთვის. 2026 წლის აპრილში საჰაერო ძალების სიცოცხლის ციკლის მართვის ცენტრმა გამოაცხადა Dragon Cart-ის შექმნა. ოფიციალური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო თვითმფრინავების შეიარაღებას ეგრეთ წოდებული პალეტებზე განთავსებული საბრძოლო მასალებით. ეს ნიშნავს, რომ Rapid Dragon აღარ არის ექსპერიმენტი. ეს უკვე ოფიციალური ოპერაციული აშშ-ს სამხედრო პროგრამაა. ეს სტატუსი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ხაზს უსვამს, რამდენად სერიოზულად ეკიდება აშშ-ს სამხედრო ძალები Rapid Dragon Cart-ის პროექტს.
პროექტის ოფიციალური სტატუსი უზრუნველყოფს გრძელვადიან ბიუჯეტურ დაფინანსებას და ფორმალურ ინტეგრაციას მომავალი ძალების დაგეგმვაში. 2026 წლის მაისში პროგრამა გადავიდა ექსპერიმენტებიდან ოპერაციულ დანერგვაზე გადასვლის ფაზაში, ხოლო სისტემის დანერგვა 2027 წელს ამოსალოდნელი საშუალო დონის სწრაფი დანერგვის გზით. მისი მუშაობის პრინციპი ტექნოლოგიურად განვითარებულია, გამალდროულად საოცრად მარტივია. Rapid Dragon გავს ყუთში მოთავსებულ ჭკვიან, ერთჯერად ბომბს აცავს, რომელიც შეიცავს ინტერფეისს, რაც საშუალებას აძლევს სამიზნე ინფორმაციის მიწოდებას საბრძოლო მასალებისთვის დაშორებული ცეცხლის მართვის ცენტრიდან ენტრიდან. რაკეტები იტვირთება პალეტიზებულ გამშვებ მოდულებში, რომლებიც შემდეგ იტვირთება სატრანსპორტო თვითმფრინავებში. დატვირთვა ხორციელდება სტანდარტული ტვირთის დამუშავების სისტემებით, რომლებიც უკვე ფართოდ გამოიყენება საჰაერო მობილობის სარდლობის ფლოტში. უკანა რამპიდან გათავისუფლების შემდეგ პალეტი სტაბილიზდება პარაშუტის ქვეშ, სანამ ჰაერში თანმიმდევრულად გამოუშვებს ფრთოსან რაკეტებს. როგორც ჩანს, ეს შედარებით მარტივი და დაბალტექნოლოგიური გადაწყვეტა არა? ზოგი მხრივ ასეა კიდეც. სისტემა იყენებს შეუცვლელ სტანდარტულ ამერიკულ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებს და რაკეტების გაშვებას არ სჭირდება დამატებითი ეკიპაჟის უნარები, გარდა იმ უნარებისა, რაც საჭიროა მარაგების ან მანქანების ჩვეულებრივი ჰაერიდან ჩამოშვებისას. მაგრამ მოდი ნუ შევამცირებთ იმ ტექნოლოგიურ და პროცედურულ გამჭრიახობას, რაც ამას შესაძლებელს ხდის. სხვადასხვა ძველი თავდაცვის პროგრამებისგან განსხვავებით, Dragon Cart-ი ისეა სტრუქტურირებული, რომ მაქსიმალურად გაზარდოს მთავრობის მონაცემებზე უფლებები და შეინარჩუნოს ტექნიკური ბაზის მთავრობის კონტროლი. Kent Muelleris თქვით, რომელიც Dragon Cart-ის სისტემური ინჟინერიის პროგრამის მენეჯერი და პროგრამის არქიტექტორია, Dragon Cart-ი პირდაპირ ციფრულად დაბადებული ოცნების ახდენაა. ეს არის სისტემა, რომელიც მოდელზე დაფუძნებული სისტემური ინჟინერიის მოდელებში დაიბადა. მოდელზე დაფუძნებული სისტემური ინჟინერია, ანუ MBSE მეთოდოლოგია, რომელიც რთული სისტემების განსაზღვრის, დაპროექტებისა და გადამოწმებისთვის დოკუმენტების ნაცვლად ფორმალურ მოდელებს იყენებს. ეს წარმოადგენს ფუნდამენტურ ცვლილებას იმაში, თუ როგორ აფიქსირებენ და გადასცემენ საინჟინრო ორგანიზაციები სისტემის მოთხოვნებს, არქიტექტურასა და ქცევას. დოკუმენტებზე დაყრდნობის ნაცვლად MBSE იყენებს ინტეგრირებულ მანქანით წაკითხვად მოდელებს, როგორც ერთადერთ სანდო წყაროს. როგორ ვრცელდება ეს Dragon Cart-ზე? როგორც მიულერმა ახსნა, რადგან ჩვენ ფლოპთ ინჟინერიას თუ ახალ ტვირთს სჭირდება გაშვების მოდული, რომელიც ოდნავ გრძელია, უბრალოდ ვქმნით მის მოდელს. ვაკეთებთ დატვირთვის გზის ანალიზს და ამ მოდელს უგზავნით ჩვენს მწარმოებელ მომწოდებლებს. ამგვარად, უკვე დამტკიცებული არსებული ტექნოლოგიების ახალი გზებით, აწყობით და ციფრული არქიტექტურის მკაცრი კონტროლით, პროგრამის ოფისმა ტრადიციული ბარიერები აღმოფხრა, რაც სწრაფ მასშტაბირებასა და მომავალში განახლებებს შესაძლებელს ხდის. უფრო მეტიც, ეს მოდულური და სწრაფი iterაციის სისტემა უკვე პრაქტიკაში დამტკიცებულია. ტესტირებისას განთავსების ყუთების ზომა კონფიგურირებადი იყო და იტევდა 4-დან 45-მდე AGM 158B JAS ER-ის, ანუ გაზრდილი რადიუსის ფრთოსან რაკეტებს. მაგრამ ეს შორსა ერთადერთი რაკეტისგან, რომლის განთავსებაც Rapid Dragons, ანუ Dragon Cart-ს შეუძლია. გრძელვადიან პერსპექტივაში AFL CMC-ის მიხედვით, VIT პროგრამის ოფისი ცდილობს საბრძოლო სივრცის გამარტივებას ერთი, საერთო ჰაერი მიწა-ტიპის საბრძოლო მასალის შექმნით, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი, ადაპტირებადი და ექნება მნიშვნელოვანი დისტანციური მოქმედების უნარი. ახლა ამ რაკეტის დიზაინი უნდა იძლეოდეს საშუალებას, რომ ის განთავსდეს როგორც პლატფორმიდან, ასევე ტრადიციული გამშვები კონფიგურაციებიდან. მაგრამ სანამ ეს დიზაინი საბოლოოდ იქნება მიწოდებული, Rapid Dragon Cart-ის სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ გაუმკლავდეს როგორც არსებულ ფრთოსან რაკეტებს, ასევე რამდენიმე ახალს. პალეტიზებული გამშვების სისტემა შეიქმნა და აშენდა Lockheed Martin-ის მიერ, რათა გადაეტანა და გამოეშვა მისი თვითგანვითარებული JASSM-ის რამდენიმე ვარიანტი. ეს მოიცავს ზემოთხსენებულ AGM 158B JASSM ER-ს, ფარულ ფრთოსან რაკეტას სახმელეთო სამიზნეების დასარტყმელად, რომლის მოქმედების რადიუსი 565 მილია და მის BB2 ვარიანტს, რომელსაც გააჩნია გაუმჯობესებული ფარული შესაძლებლობები და ელექტრონულ ომთან გამძლეობა. ასევე მოიცავს AGM 158 CLRA LRASM-ს, ანუ გრძელდისტანციურ ანტისაზღვაო რაკეტას, რომელსაც მსგავსი მოქმედების რადიუსი აქვს. მას აქვს უფრო თანამედროვე სამიზნე სისტემები, რომლებიც სპეციალურად საზღვაო ბრძოლებისთვის არის შექმნილი, და ასევე მომავალი JAS SM-XR, რომლის მოქმედების რადიუსი 1000 მილია. თუმცა მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტურია ეს იარაღები, ისინი ასევე უკიდურესად ძვირია და მათი წარმოება დიდ დროს მოითხოვს. სულ უნდა დამზადდეს დაახლოებით 3232 ერთეული JASSM ER-ის B ვერსიის. შეკვეთები მიღებულია როგორც აშშ-დან, ასევე იაპონიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, ფინეთიდან და ავსტრალიიდან. ერთეულის ღირებულება განსხვავდება წარმოების პარტიის მიხედვით და მერყეობს 1 მილიონიდან 1.6 მილიონ დოლარამდე თითოეულზე. ეს მაქსიმალური ფასი ასევე ჩვეულებრივ შეესაბამება განახლებული BB2 ვერსიის ღირებულებას, რომლის საერთო წარმოებაც შეადგენს 4656 ერთეულს.
C ვერსია, ანუ LRASM ანტიგემის რაკეტა ნიშნულოვნად უფრო ძვირია. მისი დამატებითი ავტონომიური სამიზნის ამოცნობის IRRF ძებნის სისტემებისა და მონაცემთა ბმულების გამო. ერთეულის ღირებულება შეიძლება მიაღწიოს $3.5 მილიონ თითოეულზე. რადგან ის ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, X არის საერთო წარმოება და ერთეულის ღირებულება ჯერ უცნობია. მაგრამ ღირებულებაზე უფრო დიდი პრობლემაა წარმოების ტემპი. ყველა ვერსიის ჯამში მიმდინარე წარმოების ტემპი წელიწადში 400-დან 500-მდე ერთეულს შეადგენს. 2022 წელს ამოქმედდა ახალი 225,000 კვადრატული ფუტის საწარმოო ობიექტი, რომლის მიზანიცაა წარმოების გაზრდა წელიწადში დაახლოებით 1000 ერთეულამდე ავტომატიზებული პროცესების, როგორიცაა რობოტიზებული საღებავის ხაზები და თანამედროვე ტესტირება წყალობით. პრობლემა ისაა, რომ ASHS-ს შეუძლია ეს მარაგი ძალიან სწრაფად ამოწუროს. ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში ირანის წინააღმდეგ განხორციელებული 4 კვირიანი აქტიური დაბომბვის პერიოდში შეფასებით ASHS-მ ეს მარაგი ამოწურა. მისი ზუსტი დარტყმის რაკეტების მარაგის 45%, THAAD-ის ჩამონგდები რაკეტების ნახევარი, Patriot Pack Factory-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგის თითქმის ნახევარი, Tomahawk-ების დაახლოებით 30% და გრძელდისტანციური ჯასამების 20%-ზე მეტი. ამ მარაგების შევსებას წლები დასჭირდება, თუნდაც გაზრდილი წარმოების ტემპით. პენტაგონის შიდა შეფასებები უკვე აყენებს განგაშს, რომ მოკლე ვადაში არსებობს საფრთხე ამოიწუროს საბრძოლო მასალა. თუ სპარსეთის ყურეში ომი კვლავ გაღვივდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან ASHS-ში ჩაებმება სხვა კონფლიქტებში, მაგალითად ტაივანში, პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად გამწვავდეს. ეხლა თუ ყოველდღიური სიახლეები და სიღრმისეული ანალიზები ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო და გეოპოლიტიკურ მოვლენებზე თქვენთვის საინტერესოა, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. The military shows-ზე თქვენი პოვით ერთ-ერთ ყველაზე დეტალურ, ზუსტ და გამჭრიახ სამხედრო კონტენტს YouTube-ზე. Rapid Dragon უდავოდ გაზრდის იმ რაკეტების რაოდენობას, რომელსაც ASHS-ო სწრაფად შეძლებს განათავსოს. F-22 რეპტორი ჰაერის მისიისას ატარებს 8 რაკეტას, 6 AIM-120 AMRAAM-ს და 2 AIM-9 Sidewinders. F-25 Lightning II მაქსიმალური შეუმჩნევლობის რეჟიმში შიგნით ატარებს 4 AIM-120 AMRAAM ჰაერის რაკეტას. ახალი საიდკიკი რაკი შიგნით არსებული ამრამების რაოდენობას 6-მდე გაზრდის, მაგრამ მოკლე მანძილის იარაღები, როგორიცაა Sidewinderi, უნდა დამონტაჟდეს გარე ფრთის პილონებზე, რაც კომპრომეტაციას უწევს თვითმფრინავის რადარისგან დამალვის შესაძლებლობას. P-52 Stratofortress-ი შეუძლია ატაროს მაქსიმუმ 20-მდე JASSM ფთოსანი რაკეტა, 8 შიგნით და 12 გარეთ. ან 24 JASSM-ER, ან LRASM შიგნით. მისი გარე ტვირთამწეობის შესაძლებლობა ახლაც განახლდება, რათა კიდევ უფრო მძიმე ტვირთი ატაროს. B1B ლაზერ შეუძლია შიგნით ატაროს 24 JASSM-ER, ან LRASM ფთოსანი რაკეტა, მაგრამ ახალი გარე პილონების დამატებით მისი საერთო ტევადობა შეიძლება გაიზარდოს 26 რაკეტამდე. ეს მართლაც შთამბეჭდავი ცეცხლის ძალაა, მაგრამ აი სად არის პრობლემა. ჯასემით აღჭურვილი ბომბდამშენებიდან ASHS-ს მხოლოდ 65 B-52 და 45 ან 46 B1B ლანსერი ჰყავს აქტიურ სამსახურში. ახლა ფაქტობრივად Rapid Dragon ქართის პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ამ რაოდენობას, რადგან ასობით სატვირთო ტრანსპორტის თვითმფრინავს დამხმარე ბომბდამშენებად გადააქცევს. ASHS-ს აქვს სატვირთო თვითმფრინავების უზარმაზარი ფლოტი, მათ შორის 222 C-13-I Globemaster-ი, 3 S-155, C-130J Super Hercules-ი, 126 C-130I Hercules-ი, 47 MC-130J და 29 HC-130J. Ყველა ეს თვითმფრინავი შეიძლება გადაიქცეს ბომბდამშენად, უბრალოდ ჩვეულებრივი ტვირთის ნაცვლად Dragon ქართის პლატების ჩატვირთვით. ASHS-ს ასევე ხავს 42 C5M Super Galaxy ექსპლუატაციაში. თუმცა მათი დარჩენილი ექსპლუატაციის საათების შემცირების გამო, ისინი სავარაუდოდ სტრატეგიული ტრანსპორტირების მისიებისთვის იქნება შენახული და არა ბომბდამშენებად გამოყენებული. ეს სატვირთო თვითმფრინავები მნიშვნელოვნად გაზრდიან ერთ მრავალთვითმფრინავიან მისიაში გამოსაყენებელი რაკეტების რაოდენობას. C-130 შეუძლია 2 Rapid Dragon-ის პლატას გამოყენებით უსაფრთხო მანძილიდან, რომელიც 3-დან 600-ს 20-დან 1180-მდე გაუშვას, 12 JASSM-ის ტიპის ფთოსანი რაკეტა. უფრო დიდ C-17 შეუძლია 4 Rapid Dragon-ის პლატას მოთავსება, თითოეულში 9 რაკეტით, რაც ჯამში 36 რაკეტას შეადგენს, თითოეული 1100 ფუნტიანი საბრძოლო ქობინით. მაგრამ არ აქვს აზრი ამდენი დამატებითი შესაძლებლობის შექმნას რაკეტების გასაშვებად, თუ საკმარისი რაოდენობის ეს რაკეტები ხელმისაწვდომი არ არის და მათი შევსება შეიძლება წლები და მილიარდობით დოლარი დასჭირდეს. აი რატომ, როგორც ადრე აღვნიშნეთ, გრძელვადიან პერსპექტივაში ASHS-ს სურს შეიმუშაოს ერთი, ხარჯთეფექტური და მარტივად მასშტაბირებადი რაკეტა Dragon ქართის სისტემისთვის.
ამასობაში ის აჩქარებს რამდენიმე სხვა დაბალფასიანი და მარტივად მასშტაბირებადი რაკეტის ვარიანტის შემუშავებას, რომლებიც პალეტებში გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი. და რაც შეეხება ამ რაკეტების შეძენას, აშშ-ში ნამდვილად ამტკიცებს საქმით თავის სიტყვებს. პენტაგონი აპირებს დახარჯოს 12 მილიარდი დოლარი, რათა მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეიძინოს თითქმის 38,000 იაფი ფთოსანი რაკეტა, რათა შეავსოს JASSM-ის შესყიდვები, როგორც ჩვეულებრივი, ასევე პალეტიზებული ვარიანტებით. აშშ-ს უკვე აქვს რამდენიმე პროგრამა ამ იაფი რაკეტების შესაქმნელად. Dragon Kart-ის პროექტის ფარგლებში AFL-CMC-მა კონკრეტულად გამოყო ხელმისაწვდომი მასობრივი საბრძოლო მასალების ოჯახი, ანუ FAM, რომელიც შემუშავებულია Extended Range Attack Munitions, ანუ ERAM ინიციატივის ფარგლებში, როგორც Dragon Kart-ის მომავალი განთავსებისთვის სასურველი რაკეტების ოჯახი. კერძოდ, 2026 წლის მაისში პენტაგონმა დაიწყო დაბალფასიანი კონტეინერიზებული რაკეტების, ანუ LCCM-ის პროგრამა თავდაცვის მწარმოებლებთან, Andarilთან, Anduril-თან, Coaspire-თან, Lidos-თან და Zone 5-თან ერთად. ამავე დროს ის Castilian-თან ერთად იმუშავებს დაბალფასიანი ჰიპერსონიკული გადაწყვეტილებების მასშტაბირებაზე. სულ პენტაგონი აპირებს 3 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში 10,000 რაკეტის შეძენას. ეს უზარმაზარი ამოცანაა. მაგრამ რა ტიპის რაკეტებს უნდა ველოდოთ LCCM-ის ნაზავში? Andurilმა გამოაცხადა, რომ მისი წვლილი პროგრამაში იქნება Barracuda 500M რაკეტის სახმელეთო გაშვების ვერსია, იარაღი, რომელიც ასევე შეიძლება ჰაერიდანაც გაეშვას. რაკეტას აქვს მითითებული ტვირთამწეობა 100 ფუნტამდე და ჰაერიდან გაშვების შემთხვევაში მაქსიმალური სიშორე 500 მილამდე. კომპანია აცხადებს, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მინიმუმ 1000 ასეთ იარაღს მიაწვდის აშშ-ს სამხედრო ძალებს. ლიდარი აცხადებს, რომ მიაწვდის LCCM-ის დიზაინს, რომელიც ეფუძნება მის მიერ უკვე შესრულებულ სამუშაოებს, ჰაერიდან გაშვებადი AGM-190A მცირე საკრუიზო რაკეტა SCM-ზე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შავი ისარი. საცხისად შემუშავებული იყო აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობისთვის, ანუ SOCOM-ისთვის. რაკეტა ატარებს დაახლოებით 200 ფუნტიან საბრძოლო მასალას და ტესტირებისას მიაღწია 400-ზე მეტ საზღვაო მილის მანძილს. კომპანია გეგმავს 3000 ასეთი ერთეულის მიწოდებას ახალი ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში. ჯერ უცნობია, საბოლოოდ რომელი დიზაინებს მიაწვდიან Coaspire და Zone 5, მაგრამ დიდი ალბათობით ეს იქნება იმ რაკეტების მოდიფიკაციები, რომლებიც კომპანიამ უკვე შეიმუშავა ERAM პროგრამისთვის. და ეს საკმაოდ საინტერესო პერსპექტივას ჰგავს. Coaspire's ERAM-ის დიზაინი ეწოდება სწრაფად ადაპტირებადი ხელმისაწვდომი საკრუიზო რაკეტა, ანუ RACA. ეს არის მოდულური დაბალფასიანი საკრუიზო რაკეტა, რომელიც იყენებს 3D ბეჭდოს ხარჯების შესამცირებლად და სწრაფი წარმოების გაზრდისთვის. ER, ანუ გაზრდილი სიშორის ვარიანტს, გავრცელებული ინფორმაციით, აქვს 1000 მილისზე მეტი სიშორე. რუსტი დაგერი თითქოს უკრაინისთვის მიწოდების მიზნით შეიქმნა, მაგრამ შემდეგ შინაურ ბაზარზე დაინერგა ERAM პროგრამის ფარგლებში. იგი, როგორც ცნობილია, 150-დან 280 მილამდე სიშორეს ფარავს, აქვს დაახლოებით 500 ფუნტის ტვირთამწეობა და აღჭურვილია აფეთქებითი ფრაგმენტაციის საბრძოლო თავით, რომელსაც გარკვეული შეღწევადობის უნარი გააჩნია. რაც შეეხება ბიუჯეტის წინადადებაში ნახსენებ ჰიპერბგერითი ვარიანტების დაბალფასიან მასშტაბირებას, Castilian-ი აწარმოებს დაბალფასიან ჰიპერბგერით რაკეტას Blackbirds. ზუსტი მახასიათებლების დიდი ნაწილი არ არის გამშოვნებული, მაგრამ ზოგიერთი მათგანის განსაზღვრა ოფიციალური ჩანაწერებიდან შეგვიძლია. არმიის მიერ 2026 ფინანსური წლისთვის შემოთავაზებული ბიუჯეტის მიხედვით, Blackbird GL-ის, ანუ ხმელეთიდან გაშვებული ვერსიის მიზანია მიაწოდოს ზუსტი დარტყმის რაკეტის მეოთხე ეტაპის შესაძლებლობის დაახლოებით 80% მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად. მეოთხე ეტაპი მიზნად ისახავს PRSM-ის სიშორის გაზრდას 310 მილიდან 620 მილამდე. ასე რომ ამ შესაძლებლობის 80% Blackbirds დაახლოებით 500 მილამდე სიშორეს მისცემს. უცნობია რა ტიპის საბრძოლო ნაწილი ექნება მას. Boeing-ის ახალი JJDM-LR ფთოსანი რაკეტა და მისი საზღვაო დარტყმის ვარიანტიც ასევე შესაფერის ვარიანტებად გამოიყურება Rapid Dragon სისტემისთვის. ორივე მათგან შეუძლია 500 ფუნტიანი საბრძოლო ქობინი 375 მილით დაშორებულ სამიზნეებზე მიიტანოს. ეხლა Dragon Kart სისტემა აშკარად ხსნის ახალ გზას აშშ-ისთვის, მნიშვნელოვნად გაზარდოს ფთოსანი რაკეტების რაოდენობა, რომელსაც შეუძლია განათავსოს, იმით რომ მნიშვნელოვნად ზრდის თვითმფრინავების რაოდენობას, საიდანაც მათი გაშვება შესაძლებელია. მაგრამ მას ასევე აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით ისეთ თითქმის თანაბარ მოწინააღმდეგესთან, როგორიცაა ჩინეთი. ეს გარკვეულწილად ირონიულია, რადგან Rapid Dragon-ის სახელწოდება ჩინური წარმოშობისაა. ის წარმოიშვა მე-10 საუკუნის ჩინური მრავალჯერადი გასტროლის ალყის იარაღიდან, რომელიც ცნობილია როგორც ჯილონგ-ჯილონგჩე, ანუ სწრაფი დრაკონის ურიკა. ეს იყო ჯვარედინი მშვილდი, რომელსაც შეეძლო ერთდროულად დიდი რაოდენობით შორ მანძილზე გასროლადი ისრების გაშვება უსაფრთხო მანძილიდან. ანალოგიურად, თანამედროვე სწრაფი დრაკონის გაშვების სისტემა განკუთვნილია მტრის თავდაცვითი სისტემების დასატვირთად შორ მანძილზე, საიდანაც გამშვები თვითმფრინავი საფრთხის ქვეშ არ იმყოფება.
ის შეიძლება სწრაფად განთავსდეს არსებული საჰაერო ტრანსპორტის ფლოტის გამოყენებით, რაც იძლევა მასობრივი შეტევის მისიების მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობას მინიმალური ხარჯებითა და მომზადებით. მაგრამ იმის გარდა რომ დრაკონის ურიკა უფრო სწრაფად აძლევს მედბომბ დამშენს, ის ასევე აშენთეშეჩოს საშუალებას აძლევს მრავალმხრივი შეტევისას ბევრად მეტი მრავალფეროვნება გამოიყენოს. ეხლა აშშ-ს შეუძლია დაბალფასიანი საკრუიზო რაკეტების პლატფორმები მაღალი კლასის JASSM-ER-ებთან და LR-LRASM-ებთან ერთად გამოიყენოს. უფრო იაფი იარაღები შეიძლება დაეხმაროს მტრის საჰაერო სივრცის გადატვირთვაში. მაშინ როცა ფარული JSM-ER-ები და LR-LRASM-ები უფრო ელ-აფრო ღირებულ სამიზნეებს დაედევნებიან. სატვირთო თვითმფრინავების გამოყენება უკვე ქმნის გაურკვევლობას მოწინააღმდეგის სამიზნეების შერჩევის გათვლებში. ნუ თუ ეს შედარებით უვნებელი C-17-ები უბრალოდ მარაგებს მიიტანს რეგიონში განლაგებულ ამერიკულ ჯარებთან, რატომ არიან ისინი მზად რომ გააღონ კარები და ათეულობით ზუსტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვან? ჩინელ ოპერატიულ დამგეგმავებს ბოლომდე არ შეუძლიათ დარწმუნდნენ, რას აკეთებენ ეს თვითმფრინავები და რა ტიპის რაკეტების გაშვება შეიძლება მოხდეს მათგან. როდესაც დაცულ მონაცემთა არხებსა და ქსელურ სამიზნე არქიტექტურებს აერთიანებს, Dragon Cart-ი ასევე მხარს უჭერს განაწილებული ომის კონცეფციებს, რომლებიც სულ უფრო ცენტრალური ხდება ამერიკული ოპერატიული დაგეგმვისთვის. შორ მანძილზე სროლების მობილურ თვითმფრინავთა ფლოტებზე განაწილებით და არა მათი მცირე რაოდენობის ბომბ დამშენებსა თუ ტაქტიკურ გამანამანადგურებლებზე კონცენტრირებით, აშშ ზრდის თავის შეტევით შესაძლებლობებს და ამავე დროს მნიშვნელოვნად ართულებს თავდაცვას მათ წინააღმდეგ. ეს სერიოზული დაბრკოლებაა ჩინეთის ანტიცუდომისა და საჰაერო უარყოფის ქსელების გეგმებში, რომლებიც დიდი ძალისხმევითა და ხარჯებითაა აგებული და მიზნად ისახავს ამერიკული საჰაერო ოპერაციების გართულებას ინდო-წყნარ ოკეანეში. დარქმის შესაძლებლობის სატვირთო თვითმფრინავთა ფლოტებზე განაწილებით, ვაშინგტონი ართულებს ჩინეთის გეგმებს და ამავე დროს ინარჩუნებს ოპერაციულ განძლეობას ხანგრძლივი კამპანიების დროს. მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დრაკონის ურიკის პლატფორმებს გამშვები თვითმფრინავების მოდიფიკაცია არ ჭირდებათ, ასე რომ ამერიკის სატვირთო ფლოტებისთვის მოდიფიკაციის ხარჯები არ იქნება. ეს ასევე ნიშნავს, რომ დრაკონის ურიკები შეიძლება მიეწოდოს მოკავშირეებს ან პარტნიორებს იმ 63 სხვა ქვეყანაშიც, რომლებიც SEAS-30-ებს იყენებენ, რაც სისტემას ძალიან იაფ საშუალებას ხდის პარტნიორი ძალებისთვის დისტანციური დარტყმის შესაძლებლობები მიეწოდოს. საერთო ჯამში ეს ინოვაციური და პრაქტიკული სისტემაა, რომელიც აშშ-ს მის ნებისმიერ მეტოქესა თუ მოკავშირეზე 1-2 ნაბიჯით წინაყენებს. რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს და ინფორმაციას მუდმივად მოგაწვდით. ეს ნამდვილად არ არის ერთადერთი ამერიკული სამხედრო განვითარება, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ღამით ძილს უკარბავს. იხილეთ ეს ვიდეო, რათა გაიგოთ, რატომ დამარცხდებოდა ჩინეთის საამაყო ავიამზიდები 1970-იანი წლების ამერიკულ სამხედრო გემთან. მადლობა ყურებისთვის.